Საომშვიდობის. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ჟურნალი დამთავრდა, ფილმი იწყება. გახსოვთ ალბათ საბჭოთა პერიოდში ფილმების დემონსტრირების წინ გადიოდა ხოლმე ჟურნალები, მოკლემეტრაჟიანი ჟურნალები. ჟურნალის დამთავრება ნიშნავდა ფილმის დაწყებას და გამოთქმაც იყო ასეთი, როდესაც ახალი თვისება დგებოდა, ახალი სიტუაცია მწიფდებოდა. ჟურნალი დამთავრდა, ფილმი იწყება. ამბობდნენ ხოლმე და დღევანდელ გადაცემას სწორედ ასე დავარქვი. ჯერ კიდევ გუშინ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ასე გამოიყურებოდა. Ядерная война может начаться уже сегодня. Израиль готовится нанести удар по Ирану, а вооруженные силы США приведены в полную боевую готовность. В Белом доме прошло срочное совещание с участием Дональда Трампа. США начали экстренную эвакуацию дипломатов из посольства в Ираке. Иран угрожает. В случае атаки удары будут нанесены по всем американским базам в регионе. Причина эскалации — провал переговоров по ядерной программе. Британия предупреждает корабли быть начеку в Персидском заливе. На фоне конфликта нефть подорожала до $70 за баррель. А пока мир обсуждает возможный удар, напомню, в прошлом году Израиль уже наносил по Ирану авиаудар с использованием сотни самолетов. Это был тест. Сейчас может быть война. ასეთი იყო სიტუაცია გუშინ ხუთშაბათს 12 ივნისს. დღეს პარასკევია 13 ივნისია. დღეს კი ასეთი დილა გათენდა. ოპერაცია აღმავალი ლომის დაწყების შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გვიანღამით განაცხადა. მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაციამ ირანზე იერიში მიიტანა. როგორც ბენიამინ ნეტანიაჰუმ განმარტა, ისრაელის სამიზნე ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები გახდა, რაც მიზნად თეირანიდან მომდინარე საფრთხეების პრევენციას ისახავდა. თეირანმა უკვე დაადასტურა, რომ ისრაელის სამიზნე ბირთვული ობიექტები, მათ შორის ნეთენზის სადგურიც გახდა, სადაც ურანის გამდიდრება ხდება. თავდასხმები ასევე განხორციელდა სამხედრო ბაზებსა და მეთაურებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსებზე. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი და შეიარაღებული ძალების მეთაური მოჰამედ ბაყერი დაიღუპნენ. თავდასხმას ასევე ემსხვერპლნენ ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი მეჰდი თეირანში. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა საცხოვრებელი სახლების დაბომბა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ასეთი დილა გათენდა დღეს პარასკევს 13 ივნისს. კაცმა არ იცის, როგორი დილა გათენდება ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში. იმიტომ რომ უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. იმიტომ რომ ცეცხლის ალში შესაძლოა გაეხვეს მალე მთელი ახლო აღმოსავლეთი და არა მარტო მთელი ახლო აღმოსავლეთი, არამედ დედამიწის სხვადასხვა რეგიონები. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან გავს მოახლოებულ სერიოზულ მსოფლიო ომს, ბირთვულ კატასტროფას. ძალიან გავს ჯერჯერობით, მაგრამ ღმერთმა მაქნას, რომ ასე არ იყოს. მანამდე კი მოусმინოთ ისრაელის ლიდერს. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს. ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ისრაელი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია. ის, რასაც დღეს ვაკეთებთ ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სიკეთის ბრძოლა ბოროტებასთან, სინათლის ბრძოლა სიბნელესთან. ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოსაა. ჩვენ არ შეგვიძლია ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ, რადგანაც თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. არსებობს ერთი გამოთქმა, ყველას თავისი სიმართლე აქვსო. არის ამაში რაღაც ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს, ყველა თავისი გადასახედიდან ლაპარაკობს და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ სინამდვილეში სად არის სიმართლე? საერთოდ ბატონი ნეტანიაჰუ არის თუ არა ის პიროვნება, რომელიც ამ მასშტაბებს გასწვდება და ისრაელი არის თუ არა ის სახელმწიფო, რომელიც ყველაფერ ამაზე პასუხს აგებს. ალბათ არა, მის უკან დგარ ძალაზეა საუბარი. ეს ძალა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისრაელის უკან დგას, არც იმალება, არც ცდილობს იმის შენიღბას, რომ თვითონ მონაწილეობს ამაში და სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყოს, რომ საცხადებდნენ სხვანაირად. რა თქმა უნდა, ეს მაინც არ იქნება სარწმუნო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჯერჯერობით, რას ნიშნავს სოფლიო ჰეგემონის რეციდივი, რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მართალია უკვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოში გადასული სამყარო, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ
ინერცია იმისა, რასაც ერთპოლუსიანი მსოფლიო და მსოფლიო ჰეგემონიზმი ერქვა. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, ამიტომ ეს ესკალაცია დაძაბულობის რაც მსოფლიოში არსებობს, სულაც არ არის გასაკვირი და სულაც არ არის არ იქნება არასწორი იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი არის ინერცია ერთპოლუსიანი მსოფლიოსი. ეხლა კი მოусმინოთ ისრაელის თავდაცვის მინისტრს. ეს გადამწყვეტი მომენტია ისრაელისა და ებრაელი ხალხის ისტორიაში. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ, რათა მისი შესაძლებლობები გაანადგუროს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურების საფრთხე აღმოფხვრას. ჩვენ კრიტიკულ ეტაპზე ვართ და თუ ირანს ხელს არ შევუშლით ბირთვული იარაღის შექმნაში, თეირანი ახლოს იქნება საკუთარი ოცნების ასრულებასთან. ისრაელი გაანადგუროს. ისრაელი, რა თქმა უნდა, აგრესორია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მან დარტყმა განახორციელა სუვერენულ სახელმწიფოზე, მაგრამ თვითონაც შეშინებულია, იმიტომ რომ ირანი არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება ხელი ასე ვაგლახად ვინმე წამოკრას. თუმცა, როდესაც შენს უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას, მაშინ რა თქმა უნდა ეს დიდი გული და ყოვლოჩინობა ერთგვარად გასაგები ხდება. ახლა ვნახოთ თუ რა ხდება ირანში, რას ფიქრობენ ისინი და რას გეგმავენ. თეირანი კი ისრაელზე საპასუხო თავდასხმით იმუქრება. ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელმა საკუთარ თავს მწარებედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს. საგანგებო განცხადება გავრცელა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ირანს უფლება აქვს ისრაელის მიმართ საპასუხო ზომები მიიღოს. ირანი ყოყმანის გარეშე დაიცავს საკუთარ ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ განხორციელდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, ამერიკის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე. აჰა, მე ვთქვი წაღან რომ არაფერი არ იმალება მეთქი და მით უმეტეს არც მალავენ ამერიკელები რომ აქ მათი ინტერესები არის, მათი ინტერესები იკითხება და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო, რომელსაც ქვია ისრაელი. სხვათა შორის ირანში არის ერთი რიტუალი, წითელი დროშის აღმართვა, ეს ძალიან სერიოზული განგაშის ნიშანია და ეს რიტუალიც უკვე იყო. ირანის ქალაქ ყუმში მეჩეთზე წითელი დროშა აღიმართა. ირანი ისრაელს შურისძიებით დაემუქრა. ისრაელის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ თეირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ძახალის ავიაციამ ისინი ისრაელის ფარგლებს გარეთ გაანადგურა. ამისთვის იორდანიამ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებს მოქმედების უფლება მისცა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ირანის სამომავლო საპასუხო ზომებისთვის მზად არიან. არჩევანი არ გქონდა, თავდასხმაზე გადავედით. ჩვენი განადგურების საფრთხეს თავდახრილები ვერ შევხვდებით. ჩვენი მიზანი ისრაელისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხო მომავლის შექმნაა. ირანის პასუხი არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე გვინახავს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აი ასეთია უკიდურესად დაძაბული სიტუაცია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისრაელიც ემზადება იმ პასუხისათვის, რომელიც შესაძლებელია მან მიიღოს იმ დარტყმებისთვის. და ვნახოთ ესეც როგორია მათი მზადების პროცესი. თეირანის მუქარის ფონზე ისრაელი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე უპილოტო საფრენი აპარატი უკვე გაუშვა და საჰაერო სისტემები მათ განეიტრალებაზე მუშაობს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ასეა, რა თქმა უნდა, სიტყვები ყოველთვის არ გამოხატავს რეალობას. მაგრამ ამ სიტყვებში მაინც უნდა დავინახოთ ის, რომ რეალობა უკიდურესად დაძაბულია და აქედან გამომდინარე შესაძლებელია გაცილებით უფრო სერიოზული დაძაბულობა მივიღოთ, ვიდრე დღეს არის. ისრაელი არა მარტო ემზადება თავდაცვის, არამედ იმუქრება კიდეც. ჩვენ მტრის წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლაში შევდივართ. ის ჩვენს განადგურებას ცდილობს, ავითარებს ბირთვულ შესაძლებლობებს, სწრაფად მიიწევს წინ იარაღის წარმოებაში. ჩვენი მიზანი ამ საფრთხის შესუსტება და აღმოფხრაა. დიახ, ახლა როგორია თვითონ იმ ქვეყნის პოზიცია, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, რომელიც არის მაპროვოცირებელი ყველა იმ დაპირისპირებისა, რაც ჯერჯერობით დედამიწაზე ხდება. კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი რა განცხადებები კეთდება იქიდან.
ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკელ სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს. ესე იგი, მოლაპარაკებები რას ნიშნავს? მოლაპარაკებები საერთოდ მოლაპარაკებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები რაღაცაზე თანხმდებიან. ამ შეხვედრების დროს, საუბრის დროს იკვეთება პოზიციები, რომელიც კორექტივს განიცდის იმის მიხედვით, თუ როგორია მეორე მხარის დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენისადმი, ამა თუ იმ პროცესისადმი და საბოლოო სახე იკვეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებზე საუბრობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პოზიციაში რამე ცვლილება შეიძლება შევიდეს. მათ აქვთ ერთი პოზიცია, რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული შეიარაღება და ეს პოზიცია არის შეუცვლელი. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკება კარგავს იმ თვისებას, იმ შინაარსს, რაც მას საზოგადოდ ახლავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოლაპარაკება ჯობია ჩავანაცვლოთ ცნებით დაყოლიება. თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს იმას, რომ დაიყოლიოს ირანი იმაზე, რაც მას სურს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვითარება დასტაბილურდეს, მაგრამ შეუძლია თუ არა ეს გააკეთოს ირანს. ეს უკვე სხვა საკითხია, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი ხანია ერთგვარ დეფიციტს განიცდიან სუვერენიტეტისა და მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან, მუდმივი დარტყმის ქვეშ არიან. ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მეორეს მხრივ ისრაელიდან და აქედან გამომდინარე, მათ ჭირდება თავდაცვის საშუალება. თავდაცვის საშუალებად ისინი განიხილავენ ბირთვულ იარაღს, საზოგადოდაც ასე არის. მხოლოდ ის სახელმწიფოები შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სუვერენულ სახელმწიფოებად, რომლებსაც ბირთვული იარაღი გააჩნიათ. ყველა სხვა სახელმწიფო დამოკიდებულია უფრო დიდ სახელმწიფოზე და სწორედ იმ სახელმწიფოებზე, ვისაც ასეთი შეიარაღება გააჩნიათ. აი, ასეთი რეალობა არსებობს მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით მთელი იმ ნაშრომის წყალში ჩაყრა, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში ირანმა გასწია, ალბათ ძნელად დასაყოლიელებელი იქნება ირანი როგორც სახელმწიფო ამ მიმართულებით, მაგრამ მოთხოვნა სწორედ ასეთია და ვნახოთ რა როგორ განვითარდება. ახლა ვნახოთ როგორია მსოფლიოს პოზიციები, მაგალითად როგორ აღიქვა, რა განიცადეს და რა განაცხადეს ევროპელებმა იმასთან დაკავშირებით, რაც წუხელ მოხდა. თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის კანცლერს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრიდრიხ მერცს უთხრა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. გერმანიის კანცლერმა რეგიონში ვითარების ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის საგარეო უწყებამ. თურქეთმა ისრაელს მოუწოდა თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის ირანზე განხორციელებულ იერიშებში შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა. თუმცა ვაშინგტონი მზად არის შეერთებული შტატები ირანის საპასუხო ქმედებებისგან დაიცვას და ასევე თავდაცვაში ისრაელსაც დაეხმაროს. ასეთი გახლავთ ეს განცხადებები, რომელიც მილიონჯერ მოგვისმენია, თავი შეკავებისკენ მოწოდება, რაღაც ისეთი შემრიგებლური პოზიციების გამოხატვა, რომელიც პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. პრაქტიკულად ყველაფერს წყვეტს და ყველაფერს ნიშნავს ის, თუ რა წყალქვეშა დინებებია, ვის რა სურვილები აქვს და ზოგი ღიად, ზოგი ფარულად როგორ ახერხებს ამ სურვილების რეალიზებას. ეს, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი და არა ის, რაც განაცხადებენ საქვეყნოდ და საჯაროდ, მაგრამ ამ განცხადებებშიც, რა თქმა უნდა, ზოგიერთი რამის ამოცნობა ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ. აი, მაგალითად, რასაც ცხადებს მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი. ირანზე დარტყმა ისრაელის ცალმხრივი იქმედებაა, ამიტომ ნატოს ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ხელი უნდა შეუწყონ ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციას. ჩვენ არ გვჭირდება ესკალაცია რეგიონში, სადაც ისედაც დაძაბული ვითარებაა. შესანიშნავია, ზოგადად შესანიშნავია. კი ბატონო, ესკალაცია არ გვჭირდება, შევთანხმდეთ, მოვრიგდეთ, კონსენსუსი ვიპოვოთ და გამოსავალი ვნახოთ. მაგრამ ამავე დროს აი მე ხელთ მაქვს დონალდ ტრამპის ერთი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა, რომელიც ამბობს, ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე
არაფერი დარჩება იმისგან, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. გააკეთეთ ეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. აი ასეთი გახლავთ ბატონ ტრამპის განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება და ეს განცხადება აბსოლუტურად დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროპელებისგან და რაც თუნდაც ნატოს გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, იმიტომ რომ აქ შერიგებაზე და მორიგებაზე ლაპარაკი არ არის, აქ არის ლაპარაკი კაპიტულაციაზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ირანმა უპირობოდ უნდა მიიღოს ის შემოთავაზება, რაც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ, აღმოჩნდება სწორედ ის ჟურნალი, რომლის შესახებაც მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი, ხოლო ფილმი იქნება მოგვიანებით. ფილმი იქნება ძალიან ცუდი, უაღრესად ცუდი. აი ასეთი არის სიტუაციები. ახლა ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ და სხვაგანაც ვნახეთ და მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, მთელი დღე მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში ტრიალებს ის, რაც მოხდა ირანში წუხელ და რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული იმ ადამიანის ყურადღების ცენტრში, რომელიც ასე თუ ისე დაინტერესებულია პოლიტიკით და რომელიც თulis რომ პოლიტიკურ პროცესებს თვალყური უნდა მიადევნოს. ეს ყველაფერი რაღაც შედეგებს გამოიწვევს. სოფლიოში გამოიწვევს შედეგებს და რა თქმა უნდა, ეს შედეგებს გამოიწვევს ჩვენთანაც, ჯერ რეგიონში და მერე კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში. სხვაგვარად ვერ იქნება, სხვაგვარად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონის მიმდებარე რეგიონი ვართ, ირანი ჩვენი პრაქტიკულად მართალია მასთან საზღვარი არ გვაქვს, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენი მეზობელი სახელმწიფო გახლავთ. და გარდა ამისა, ვიცით რომ ირანის პროცესებით დაინტერესებული არის რუსეთი. რუსეთსა და ამერიკას შორის ახლა რაღაც გარკვეული ურთიერთგაგების ტენდენციები ჩნდება, მას შემდეგ რაც ტრამპი მოვიდა პრეზიდენტად, თუმცა წინააღმდეგობა რამდენად დიდია ამ ორზე სახელმწიფოს შორის, რა თქმა უნდა, ესეც ვიცით. ეს წინააღმდეგობა მრავალწახნაგიანი რომ არის, ესეც ვიცით და ამ მრავალწახნაგ შორის ერთ-ერთი წახნაგი ირანიც რომ არის, ესეც ვიცით, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ რუსეთი დაინტერესდება ამ თემით, ამ საკითხით, უკვე დაინტერესებულია თავისთავად ცხადია, თუმცა ზოგადი განცხადების გარდა ჯერჯერობით არაფერი მოგვისმენია ამ ამბებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დაინტერესება უაღრესად დიდი იქნება და თუ კი რუსეთის დაინტერესება უაღრესად დიდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გამძაფრდება სიტუაცია, თუ გამწვავდება მოვლენები და ესკალაცია მოხდება იმ პროცესებისა, რაც დაიწყო. რა თქმა უნდა, რუსეთის წინაშე დადგება საკითხი კავკასიის, ამიერკავკასიის. და რა კი ამიერკავკასიის საკითხი დადგება, ამიერკავკასიის ერთ-ერთი შემადგენელი სახელმწიფო ჩვენც ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენი საკითხის დადგება. მე არ მინდა რამე ვიწინასწარმეტყველო, რა როგორ შეიძლება განვითარდეს, თუმცა გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ურთულესი მოვლენები და პროცესები გახლავთ. ირანის განიარაღება, უпростоრად ირანის მოწყვეტა ბირთვული პროგრამისგან, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დასახული, აქ არ თავდება. მას აქვს თავისი გაგრძელება. და ეს გაგრძელება უთუოდ ვრცელდება რუსეთზეც და უთუოდ ვრცელდება რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, ფრთების შეკვეცაზე, მის ირგვლივ სხვა სახელმწიფოებზე მისი გავლენის შემცირებაზე. ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, რასაც ახლა მე ვყვები, ამისი შემადგენელი ნაწილია. რუსეთისათვის ფრთების შეკვეცა და რუსეთის საზღვართან ნატო შეიარაღების მიტანა, ეს იყო ამოცანა, რომელიც იყო დასახული არა მარტო უკრაინაში, რა თქმა უნდა, მაგრამ უკრაინელებმა რიგ გარემოებათა გამო ყველაზე ადრე გაყვეს ამაში თავი, მათ მოინდომეს, რომ ისინი ყოფილიყვნენ რუსეთის უპირველესი მტრები და მათ ქონოდათ ის შეიარაღება, რომელიც რუსეთისთვის იქნებოდა მეტისმეტად დამაზიანებელი.
აი ამას მოყვა ის პროცესები, რაც განვითარდა უკრაინაში და ეს ყველაფერი ახლა ამ ირანის კონტექსტში რომ გავიაზროთ, მაშინ რა თქმა უნდა დადგება ამიერკავკასიის საკითხიც და ამიერკავკასიაში რუსეთისთვის როგორც თქვი უკვე ფრთების შეგვეცის საკითხიც და აქედან გამომდინარე რუსეთმა ამიერკავკასიის სახელმწიფოები შესაძლებელია გამოიყენოს შემდგომი გლობალური მოქმედებისთვის. შესაძლებელია ასეც განვითარდეს მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ, ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, არა მარტო მე და თქვენ, ვინც ახლა მიყურებთ და მისმენთ, არამედ პირველ რიგში გულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიას, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა ჩამოაყალიბოს, უნდა გაიაზროს, უნდა დაგეგმოს შემხედრი ნაბიჯები და უნდა იყოს მზად მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისათვის, იმიტომ რომ მართლაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი განვითარება საკითხისა. მე მინდა ახლა თქვენ გაჩვენოთ ერთი მასალა არქივიდან. ეს გახლავთ პიროვნება რუსი პოლიტიკოსი, 10 გარდაცვლილი, რომელიც საქართველოში მაინც არ უყვარდათ, მაგრამ პირველ რიგში არ უყვარდათ არა იმიტომ, რომ ის საქართველოს მიმართ იყო აგრესიული ან რაღაც სხვა ამდაგვარი, შესაძლებელია ესეც იყო, მაგრამ პირველ რიგში არ უყვარდათ იმიტომ, რომ ის ძალიან ბევრ სიმართლეს ლაპარაკობდა. საქართველოში რატომღაც ბოლო პერიოდში უკანასკნელი 30-35 წელიწადი მაქვს მხედველობაში სიმართლეს მაინც არ წყალობენ. მართის მთქმელი კაცი არც შინაური უყვარდა, არც გარეული და მით უმეტეს გარეული. აი ამიტომ ეს კაცი, რა თქმა უნდა, შეძულებული იყო საქართველოში, მაგრამ ძალიან ბევრ სიმართლეს ლაპარაკობდა. ეს კაცი გახლავთ აცგანსვენებული ჟირინოვსკი, ვნახოთ რა თქვა მან წლების წინ. Если вдруг началось бы вторжение в Иран, как в Ирак, или какие-то бомбардировки, это обязательно взорвет ситуацию в Южном Кавказе. Его беженцы пойдут на север, а на севере Азербайджан и Армения и Грузия. И все это будет смято. И опять русская армия придет спасать Азербайджан, Армению и Грузию. თქვენ ისიც იცით, რომ ჟირინოვსკის ძალიან ბევრი ნათქვამი ამხდარა, ამ შემთხვევაშიც მან ისეთი რამ თქვა, რომელიც შესაძლებელია უაღრესად უსიამოვნო იყოს ჩვენთვის, მაგრამ შესაძლებელია ესეც ახდეს. ამიტომ ეს ყველაფერი ვიდრე ვინმეს ლანძღვას დავიწყებთ, მანამდე გავიაზროთ, კარგად გავაცნობიეროთ და იმის შემდეგ გნებავთ ლანძღეთ, გნებავთ წყევლეთ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, ქართველებს არ გვაწყენს და ასე უნდა გავაკეთოთ. ახლა როგორია პოზიციები, ვთქვათ, აი ამ ამბებთან დაკავშირებით, ვთქვათ, იგივე რუსეთისა, იგივე ჩინეთისა. აი მაგალითად, რუსეთი ავრცელებს ასეთ განცხადებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები არაპროვოცირებული და მიუღებელია. გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს მისი მოქალაქეების მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვულ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი იყოს ასეთი სისასტიკის მიმართ, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. უწყების მტკიცებით ეს საგარეო საქმეთა სამინისტროზეა საუბარი, ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ძირი გამოუთხარა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კონფრონტაციის შემცირებისაგან მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას. მოუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა არ დაუშვან დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონის სრულმასშტაბიან ომში ჩაძირვა. ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და აგერ ხელთან აქვს ჩინეთის მიერ გაკეთებული განცხადება. ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას და ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის უეცარი ხელახალი გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის. ასეთია ჩინეთის პოზიცია. ანუ ჩვენ ვნახეთ ევროპის პოზიციაც, ჩვენ ვნახეთ რუსეთის პოზიციაც და ჩინეთის პოზიციაც. ევროპის პოზიცია განსხვავდება იმით, რომ იქ დაგმობილი არ არის ირანზე თავდასხმა,
მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებში დაგმობილია ის, რაც მოხდა და მოწოდება არის იქითკენ, რომ როგორმე მოხდეს თავშეკავება და როგორმე, ასე ვთქვათ, მარტივად გადავრჩევთ ყველაფერ ამას. აი ასეთი გახლავთ რეალობა, რომლის წინაშეც დღეს გაიღვიძა მთელმა მსოფლიომ. ეს არის ირანთან დაკავშირებული რეალობა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სხვა გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში. აი აქ მინდა ცოტა ამოგასულთქოთ, ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდე და შემოგთავაზოთ ფსიქიატრიის თეატრი. მეათე ადგილზე გასული ვიდეო მასალა. სიამაყეს გძნობ, როცა გულანთებულ ახალგაზრდებს ვხედავ, იმიტომ რომ იმათ არ აქვს შეგრძნება შიშის რისკის. აი რამდენჯერ ყოფილა ჩემი ასაკის ხალხი, აი მე ვერ მოვესწრები მე ამ ქვეყანაში ნორმალურ ცხოვრებას, რამდენჯერ გვთქვია ან გაგვიფიქრებია, ამათ ეს არ აქვს და ისინი მეამაყებიან ზუსტად. უაღრესად პატივსაცემია ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ქართულ ხელოვნებას, განსაკუთრებით იმ მიმართულებას ქართული ხელოვნების, რასაც ცეკვა ქვია, რასაც სიმღერა ქვია, იმიტომ რომ აქ ჩვენ მართლაც გასაოცარი დონე გვაქვს ისტორიულად და ეს ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას, მაგრამ როგორც კი ისინი გადადიან სხვის ბოსტანში, ასე ვთქვათ, როგორც კი გადადიან იქ, სადაც ბევრი არაფერი გაიგებათ, მაშინ ჩვენ ყოველთვის გვესმის აი ესეთი როგორ იცით, ძალიან პრიმიტიული, ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ, აი გულანთებული ახალგაზრდები და ეს შეფასებები. ასეთივე გულანთებული ახალგაზრდების მიმართ, როგორ იქცევა ამერიკის შეერთებული შტატები დღეს, აი გუშინ წინ. ეს ყველაფერი თქვენ ნახეთ, სრულიად განსხვავებულად ვიდრე ამ ქალბატონს წარმოუდგენია. ამიტომ ეს ზედაპირულობა არაფერს გვარგებს და მინდა მოუწოდო ხელოვნების და განსაკუთრებით აი ამ მსახიობებს და მომღერლებს და მოცეკვავებს სანამ პოლიტიკაში გადასვლას მოისურვებენ, მანამდე გაერკვნენ ამ საკითხებში, ისე ყოველთვის მიიღებენ აი ასეთ მე ვიტყოდი სამარცხვინო პოზიციას. მე-9 ადგილზე გასული ვიდეო, ესეც გაგრძელება იმ თემის არის შესახებაც საუბრობთ. რუსეთთან საჭირო არის ძალიან ხისტი ქმედებები. ძალიან ხისტი ქმედებები. დაგვიწერა ამ კაცმა ფორმულა და წავიდა. ძალიან ხისტი ქმედებებია საჭირო. აი ძალიან ხისტი ქმედებები რომ შეძლო. ამისთვის რა არის საჭირო? თუ დაფიქრებულა ეს კაცი. მან მაგალითი მოიყვანა აქვე, მე მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გიჩვენეთ მისი ამ ვიდეოდან. მან მაგალითი მოიყვანა საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობიდან გერმანიის საკითხებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს, ან საბჭოთა კავშირი მოქმედებდა, ან რუსეთი მოქმედებს, ან ისრაელი მოქმედებს, რომლის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. არა, ეს არ შეგვიძლია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგალითი უნდა გადმოვიღოთ თურმე იქიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქმედებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველო. და ჩვენ გვაქვს ის ზურგი, გვაქვს ის წელი, გვაქვს ის ბაზა, რომელიც ამ ხისტი მოქმედებების უკან უნდა იდგეს. ამაზე ამ კაცს რა თქმა უნდა არ უფიქრია, მაგრამ ლოზუნგი ხომ ისროლა და მორჩა. მერვე ადგილზე გასული ვიდეო მასალა. დღეს ქალაქ ზუგდიდის მერი უნდა იყოს ანზორ მელია, ქუთაისის მერი უნდა იყოს ხატია დეკანოვიძე, ბათუმის მერი უნდა იყოს გიორგი კირტა. არ დაასრულა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი და თვითონ უნდა იყოს პროკურორი. აი ეს არის ამ კაცის ხედვა, მაგრამ რომ არ არის ასე და რომ არც უნდა იყოს ასე, ამდენი მან არ იცის. ამიტომ სწორედ დღეს ეს ვაჟბატონი წავიდა ციხეში. რაც დაიმსახურა და სადაც უნდა წასულიყო, იქ წავიდა, იმიტომ რომ მან დაარღვია კანონი, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სამართალს, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და ამიტომ წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. სხვათა შორის, თუ კი ეს ადამიანები გააგრძელებენ ცხოვრებას და მოღვაწეობას ისე, როგორც აქამდე იქცევიან, მარტო გვარამია
არ წავა და მარტო ისინი არ წავლენ, ვინც უკვე წასულები არიან. არამედ სხვები წავლენ და კიდევ კარგი რომ ეს ყველაფერი მათ თვითონ შიგნით გაუაზრებიათ და გაუცნობიერებიათ. მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. ჩვენ თუ ვერ მოახერხებთ ახლა გაერთიანებას და კვლავ ერთად დასვდომას, ეს არ ხება შეიძლება ლელოს და ყველას ეხებოდეს, ხო? ჩვენ მოგვიწევს ციხეში გაერთიანება. კი ბატონო. ნამდვილად მართალი. სწორი თქვი, ჭკვიანურის თქვი, მიხვედრილის თქვი, მაგრამ მაინც მოხვდი ფსიქიატრიის რენტგენში, იმიტომ რომ მთელი შენი საქმიანობით, რაც ახლა თქვი, იმის საწინააღმდეგოს აკეთებ, იმის საწინააღმდეგოდ იქცევი. ამიტომ ეს კონკრეტული ნათქვამი არ არის ფსიქიატრიის რენტგენის განსახილავი, მაგრამ მთელი წინაპირობა და წინამოქმედება თქვენი და თქვენნაირებისა არის სწორედ ფსიქიატრიის საგანი, იმიტომ რომ ნორმალური ადამიანები არ იქცევიან ისე, როგორც თქვენ იქცევით. აი, სიგიჟის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გამოვლენა ეს გახლავთ მე-6 ადგილზე გასული ვიდეო. წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ ერთი დღით. რომელ დღეს აირჩევდით? ვაიმე, რა კარგი კითხვა, მართლა. ანუ მე დაბრუნდებოდი აი როგორ ვთქვა, არ ვიცი. მე დაბრუნდებოდი წარსულში და იმ ადამიანს წავშლიდი, ანუ იმ დღეს წავშლიდი და იმ დღეს შევცვლიდი ისტორიიდან და იმ ადამიანს, რომელმაც საერთოდ საბჭოთა კავშირის იდეა მოიფიქრა, ხვდებით? ანუ პირდაპირ ამოვშლიდი არსებობიდან. ეგ იქნებოდა ალბათ ჩვენთვის სიმშვიდის მომტანი. მე როგორც მივხვდი, მარქსი არ უყვარს ამ კაცს და მარქსი ამოთხარა, ასე ვთქვათ, საფლავიდან. რა თქმა უნდა, მიაყოლა ლენინი, მიაყოლა სტალინი, ყველა ისინი, ვინც საბჭოთა კავშირი ააშენეს, იმიტომ რომ ასეთი წარმოდგენა აქვს ცხოვრებაზე და მოდით ახლა ვნახოთ თუ როგორ ჩამოუყალიბდა და რანაირად ჩამოუყალიბდა მას ასეთი მსოფლმხედველობა. მე-5 ადგილზე გასული ვიდეო ისევე ხმაწვილი. და თქვენთან დაკავშირებით კონკრეტულად თქვენი გავლილი რომელიმე დღე, რომელსაც დააბრუნებდით და კიდევ ერთხელ? აი ჩემს სკოლაში რო შევედი და შევდგი პირველად ფეხი აი მაგ დღეს. მეზიზღება სკოლა. მივხვდით ხომ, სად ყალიბდება მსოფლმხედველობა და როგორ ყალიბდება ესეთი უგუნური მსოფლმხედველობა, როგორც ამ კაცმა გამოავლინა სკოლის სიძულვეში, განათლების სიძულვეში, წიგნის სიძულვეში, პედაგოგის სიძულვეში. აი ასე ყალიბდებიან ასეთი ტიპები და ისეთი ტიპები, რომელსაც ახლა ნახავთ მე-4 ადგილზე გასული ვიდეო მასალა. ვერ ვისვენებ რო არ გითხრათ რა. ყურში მე ვერ გაცხოვრებ და ჩვენ რო ცოტა ტვინი მაინც გქონდეს. მოგითხოვდით იმ კაცის განთავისუფლებას, ვინც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნო. ვინც ჩამოიყვანა ამერიკის პრეზიდენტი. სხვათა შორის ტრამპიც ყავდა ჩამოყვანილი და ბათუმში აპირებდა ტრამპი რომ აეშენებინა ტრამპ-ტაუერი. მაგრამ არა გვაქვს. ხედავ რა დაგვიწუნა ამ კაცმა, ჭკუა არ გვაქვს და გონება არ გვაქვს ქართველებსო. თორემო იმ კაცსო გავანთავისუფლებდი პატიმრობიდანო, რომელმაცო საქართველო გააცნო მსოფლიოს. ამ კაცმა არაფერი არ იცის იმ ადამიანების იმ მოღვაწეების შესახებ, რომლებმაც მართლა გააცნეს საქართველო მსოფლიოს და ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა ერთი ადამიანის მისია არ არის. ეს თაობათა მისია, მაგრამ მას ყველაფერი დაკავშირებული აქვს იმ არამზადასთან, ვინც ციხეში და საპყრობილეში უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ჯერჯერობით არის სანატორიუმში. ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. აი, სკოლის სიძულვის, წიგნის სიძულვის, განათლების სიძულვის სანამდე მიყავთ ადამიანები. მე-3 ადგილზე გასული ვიდეო, აქ თქვენ ნახავთ ჟურნალისტს, რომელიც შეკითხვას აძლევს მერაბ დვალიშვილს, რომელმაც შეინარჩუნა მისი ქამარი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. აი, ნახოთ ეს პროვოკაცია როგორია და რა ხასიათს ატარებს. თუ პროცესზე ვერ მიხვალთ, ეს პლატფორმა გამოიყენოთ. გაგვთ რამე მათ ყველა პატიმარს უსურვებ თავისუფლებას და წარმატებებს და რა ვიცი, მოკლედ ჯანმრთელობას და მხნეობას. ეს შემიძლია გითხრათ.
ხოლოდ ეს არის თქვენი სათქმელი. აგინეთ პროვოკაციას არა, რატომ მე გეკითხებით და თქვენ უნდა მიპასუხოთ. გამოიყენეთ ჩვენი პლატფორმა და მიმართეთ ამ ადამიანებს. ხოლოდ წარმატებას უსურვებ. აი რაგი, აი შენ რას ეტყოდი, აი შენ როგორ ეტყოდი. ხო, აი რა. მაქვს შესაძლებლობა მათ. და ჩემს ვერ ვნახულობ ეხლა რომ ჩამოვედი რა წარმოგიდგენია? ხო და ეხლა აი ხო საქმეზე ვარ ჩამოსული და ხო ხდებით რა. მე მართალი გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს რა განათლების არის მერაბ დვალიშვილი, როგორია მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ და კაცმა რომ თქვას არც მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს კაცი არის სპორტსმენი, მან თავი გამოიჩინა როგორც ჩინებულმა სპორტსმენმა და სხვათა შორის მან თავი გამოიჩინა როგორც ძალიან მიზანსწრაფულმა ადამიანმა. რამდენადაც ვიცით მისი ბიოგრაფია, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო წასული, როგორც მუშა, რომელიც ფიზიკურად მუშაობდა, ოჯახი რომელიც ჩინა ამისთვის, მაგრამ პარალელურად ივარჯიშა, სპორტს მიყო ხელი და გვაჩვენა არნახული შედეგები, წარმოუდგენელი შედეგები. ეს არის მისასალმებელი, ეს არის მისალოცი მისთვის და ამიტომ ახლა როდესაც პროვოკაციას უწყობთ, რაღაცა პოლიტიკურ ნაწილში გადავყავს და ვცდილობთ რომ რაღაცაში გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს ჟურნალისტი ხომ არ არის, ეს არის იმ ბინძური პოლიტიკის მსახური, რომელიც საქართველოში ქვია აგენტურული პოლიტიკა, დასავლეთის აგენტურა, ჯერ კიდევ ბობოქრობს საქართველოში, აი მათი მსახური არის ეს ქალბატონი და უსვამს ამ პროვოკაციულ შეკითხვებს. ნაცვლად იმისა, რომ დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხე, როგორ მიაღწიე, როგორ შეძელი ეს მართლაც წარმოუდგენელი მიღწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ასეთი გახლავთ ეს ფსიქიატრიული მომენტები საქართველოში. ახლა მინდა ერთი სიცილის ისტორია გახსენოთ, სხვათა შორის გაგახსენოთ, ეს არის სხვათა შორის დაკავშირებული ისევ მერაბ დვალიშვილთან. ჩვენ ვიცით რომ მერაბ დვალიშვილი ამ საფინალო ბრძოლას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენ ვიცით რომ ტრამპმა მას მიულოსა და მათ შორის რაღაცა კონტაქტი შედგა. აი ამ კონტაქტთან დაკავშირებით მინდა ერთი პატარა ვიდეო მასალა შემოგთავაზოთ, ეს არის მეორე ადგილზე გასული ვიდეო. ყაველაშვილო, ჩვენო ძვირფასო პრეზიდენტო, აი ესე უნდა ტრამპთან მისალმება რო იცოდე. ვა, მე თვითონ შემარგე სიცილი. სიცილზე სხვადასხვანაირი გამონათქვამები გაგვიგია, მათ შორის ჰომერიული სიცილი, ჰომერიული ხარხარი არსებობს, ეს კაცის ასე ხარხარებს, მაგრამ რა ხარხარებს ნამდვილად ვერ გავიგე, იმიტომ რომ აი ყაველაშვილის მოხმობა ამ კონტექსტში ყოვლად უადგილოა, რადგან ჩვენ ვიცით რომ ყაველაშვილსაც მიესალმა პრეზიდენტი ტრამპი, მან წერილი გამოუგზავნა მას, მილოცვის წერილი 26 მაისთან დაკავშირებით და სასაცილოს აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. ტრამპი ყაველაშვილს მიესალმა როგორც საქართველოს პრეზიდენტს და ამ ჩვენს დიდებულ სპორტსმენს მერაბ დვალიშვილს მიესალმა როგორც სპორტსმენს და რინგზე გამარჯვებულს. აი ეს სიცილი, აი ეს იდიოტური სიცილი ჰომერულს ამას ვერ დავარქმევ. რას ნიშნავს, რაზე მეტყველებს, რაზე გველაპარაკება. და ბოლოს ისევ სიცილის თემა. პირველ ადგილზე გასული ვიდეო, სადაც თქვენ ბოლო ნაწილში მოისმენთ ასევე იდიოტურ სიცილს. ყველა ადამიანს თავისი ფავორიტი სანახაობა აქვს ამ პლანეტაზე. ზოგს მზის ჩასვლა უყვარს. ზოგს ზღვა, ზოგს მზის ამოსვლა მთაში, ზოგს ჩრდილოეთის ციალი. მე სამივე მიყვარს, მაგრამ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს რო ყვამლი აზდით. ეგ ყოფილა ძმაო, რაც ყოფილა. ყოველ დღე რო უყურო არ მომბეძე. აბას მე დავარქვი რუსოფობის სიცილი. რუსოფობის ბრიყული და იდიოტური სიცილი, რომელიც თქვენ ნახეთ როგორც შემზარავი მოვლენა. მოკლედ ასეთი იყო დღეს ფსიქიატრიული
თეატრის გამოშვება. ახლა მეუბრუნდეთ ისევ გადაცემას. თქვენ იცით რომ უკრაინაში ამბები არ დაწყნარებულა, პირიქით რაღაც სხვა ფაზაში გადადის. ამას წინ უძღოდა რუსეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები, რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული თავდასხმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოსალოდნელი იყო რომ შურისძიების ჟამი აუცილებლად დადგებოდა. მე ვიცი რომ ის რასაც ახლა გთავაზობთ მე არ არის საბოლოო შურისძიება. საბოლოო შურისძიება სხვაგვარი იქნება, მაგრამ ეს элементები, ეს ფრაგმენტები შურისძიებისა უკვე დაიწყო. Сообщения о продвижении наших военных в зоне спецоперации приходят сразу с 4 направлений. Подразделения группировки войск «Запад» заняли более выгодные рубежи и позиции, а «Южный» улучшили тактическое положение. Так, в районе Константиновки бойцы 89-го танкового полка штурмом взяли опорный пункт противника возле села Белая гора, после чего боевики из соседнего окопа бросили оружие и сбежали с позиций. Экипажи ударных вертолетов многоцелевой ракетой уничтожили пункт управления беспилотниками ВСУ. А на южнодонецком направлении дрон на оптоволокне сжег британский бронемобиль. Антидроновая защита не помогла. Группировка «Восток» присоединилась к группировке «Центр» в продвижении по территории Днепропетровской области. Там наши войска, как сегодня сообщили в Минобороны, широким фронтом развивают наступление к западу от границы ДНР. რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შეტევები გამძაფრდა, გამწვავდა, მან უფრო მასშტაბური ფორმები მიიღო და გარდა ამისა გაიზარდა გეოგრაფია. ეს გეოგრაფია უკვე დნეპროპეტროვსკს მიადგა, ოდესას მიადგა, სხვა დასახლებულ პუნქტებს მიადგა და ალბათ კიდევ ჯერ რომ არ არის ხსენებაში ისეთ პუნქტებსაც მიადგება, იმიტომ რომ ის საქციელი როგორც უკრაინის დღევანდელი ფაშისტური ხელისუფლება იქცევა, იძლევა ყველაფერ ამის საფუძველს. სხვა გადახსნას, სხვა ახსნას, სხვა გადაწყვეტას ისინი არ ტოვებენ. მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო იერიშებით თავდასხმას ტოვებენ ისინი რუსეთის არსენალში. იმიტომ რომ მოლაპარაკება უარყოს, იმიტომ რომ მაშინ როდესაც მოლაპარაკება დაწყებული იყო, გადავიდნენ ტერორისტულ აქტებზე, განახორციელეს რამდენიმე უსაზღვრესი ტერორისტული აქტი, რომელსაც შეეწირა ასობით რუსი უდანაშაულო მოქალაქე, მათ შორის ქალები, მათ შორის ბავშვები, მათ შორის ჩვილი ბავშვები და ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის რა კადრების ნახეთ და რა კადრებსაც ეხლა შემოგთავაზებთ. Не менее 17 взрывов прогремело в Харькове и окрестностях. Как сообщают очевидцы, после начался сильный пожар в промзоне и в пригородных гостиницах, где жили иностранные наемники. В Одессе атаковано промышленное предприятие. Как сообщили в Минобороны, целями стали цеха по производству дронов, склады боеприпасов и безэкипажных катеров. А на Сумском направлении комбинированным ударом с воздуха ликвидирован пункт управления ВСУ. Личный состав и транспорт боевиков поражены «Искандером», а оборудование на антенне уничтожили «Герани». И сегодня в сети появились кадры, подтверждающие, что недавний удар по заводу «Большевик» в Киеве был нанесен именно по предприятию ВПК. В цехах организовали производство новых украинских беспилотников. Информация, где именно оно расположено, была получена из видео, которое опубликовал Зеленский. აი ასეთი გახლავთ ზოგიერთი ფრაგმენტი იმ მოვლენისა, რასაც მე შურისძიება დავარქვი და რაც უკრაინაში ხორციელდება. წარმოუდგენელია, შეუძლებელია, რომ ხალხს, სახელმწიფოს, როგორი უგვანის არ უნდა იყოს და როგორი ფაშისტურიც არ უნდა იყოს ხელისუფლებას არ უნდოდეს ამის შეჩერება. ეს მართლაც წარმოუდგენელია. იმიტომ რომ აქ მათთვის გამარჯვების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობს. თეორიული შანსიც კი არ არის გამარჯვებისა, მაგრამ ისინი აი რაღაც ბედის წერას აყოლილნი, რაღაც ეშმაკის სტუნებას აყოლილნი, მაინც ამ მიმართულებით მიდიან და იწვევენ აი ამ შედეგების მომტან დარტყმებს რუსეთის მხრიდან. ამას მარტო არ აკეთებენ, აი ამაში მათ გვერდით დგას დასავლეთი. კონკრეტულ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს ევროპაზე. უფრო კონკრეტულად კი გერმანიაზე, რომელიც ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც არ შეიძლება
ჩაითვალოს ნორმალური ადამიანების და ნორმალური სახელმწიფოს და ნორმალური ხელმძღვანელების მიერ გაკეთებულ განცხადებებად. Передача немецких вооружений и технологий неонацистскому режиму в Киеве, который использует их против мирных граждан, повод для конфликта между Берлином и Москвой. Об этом Вячеслав Володин заявил в открытом письме главе Бундестага Юлии Клёкнер. И поинтересовался, есть ли у немецких политиков мандат от собственного народа на то, чтобы толкать Германию, которая дважды развязывала мировые войны, к новому вооруженному противостоянию с Россией. Ранее Володин направлял Клёкнер материалы о террористических атаках со стороны Киева, но в Бундестаге объявили, что на Украине фашизма нет. ესე იგი, ბუნდესტაგში არცხადებენ, რომ უკრაინაში ფაშიზმი არ არისო. მაშინ როდესაც თავიანთი ფაშისტი წინაპრები, პანდერა, შუხევიჩი და სხვები ეროვნულ გმირებად ყავთ გამოცხადებული. მაშინ როდესაც ფაშისტურ სიმბოლიკას დააფრიალებენ და ფაშისტური ტატუირებით გამოდიან მთელი მსოფლიოს თვალწინ. აი ეს არამზადები, რომლებმაც უკრაინა მიიყვანეს სრულ კატასტროფამდე და არა 100,000-ები, არამედ ალბათ უკვე მილიონები ჩააწვინეს მიწაში. აი ამაზე რომ იტყვის ისეთი სერიოზული სახელმწიფო ევროპისა, როგორც არის გერმანია, თუმცა სერიოზულობა არ მოეთხოვება მას ფაშიზმთან დამოკიდებულებაში, ისტორიულადაც და დღესაც. მაგრამ ისე თავისი მრეწველობით, განვითარებით, მეცნიერებით, ხელოვნებით, კულტურით, ფილოსოფიით, რა თქმა უნდა, უსერიოზულესი სახელმწიფოა, მაგრამ ეს უსერიოზულესი სახელმწიფო ამნაირ აბსურდს რომ განაცხადებს, რომ უკრაინაში ფაშიზმი არ არისო, რა თქმა უნდა, იმათთან ლაპარაკი უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აი მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ტრამპთან იყო ჩაბრძანებული ბატონი მერცი, კანცლერი გერმანიისა და იქ ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო მათ დიალოგში. И позвольте мне напомнить вам, что завтра у нас 6 июня. Это годовщина Дня Д, когда американцы когда-то закончили войну в Европе. И я думаю, что это в ваших руках, в частности, в наших. ტრამპისთვის რომ ეს სიამოვნებინა, ის უთხრა რომ ამერიკელებმა დაამთავრეს ევროპაში ომიო. ევროპაში ომი დაამთავრა საბჭოთა კავშირმა და სტალინმა. მაგრამ ამერიკელებიც ამაში მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ სხვა გზა მათ არ დარჩათ გარდა მოკავშირეობისა საბჭოთა კავშირთან. ისე საბჭოთა კავშირმა და წითელმა არმიამ დაამთავრა ომი, მაგრამ რომ ეს სიამოვნებინა ტრამპისთვის, მერცმა ეს სისულელე დაახეთქა, ასე ვთქვათ, ტრამპის წინაშე, მაგრამ მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა. ნახოთ, რას უპასუხებს ტრამპი. Это был не самый приятный день для вас. რა თქმა უნდა, ეს გერმანელებისთვის არ იყო სასიამოვნო დღე. ეს გერმანელების დასასრულისა და აღსასრულის მაუწყებელი იყო გერმანული ფაშიზმისა, რომელმაც მაშინ მსოფლიოს უზარმაზარი პრობლემა გაუჩინა და რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანის მსხვერპლი მოიტანა მსოფლიოში. აი ამ ადამიანებზე საუბრობს ბატონი მერცი და საუბრობს სრულიად არასწორად, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთია, როგორც ჩანს, გენეტიკური მეხსიერება და გენეტიკური მემკვიდრეობა გერმანიაში. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი ფრაგმენტი გამოსვლიდან გენადი ზუგანოვისა, ეს გახლავთ კომუნისტების ლიდერი რუსეთში. После встречи Мерца с Трампом Володин тут же отреагировал и предложил это сделать всех лидерам фракции. Мы должны действовать в унисон, отстаивая правду истории. Тем более, когда немец, наследник фашиста, сидит и нагло врет, не вспоминая даже о гигантских потерях, которые понесла наша страна. Нагло врет. ესე იგი თავხედურად ტყუისო. რა თქმა უნდა, თავხედურად ტყუის და საერთოდ დასავლეთის პოლიტიკაში იმძლავრა თავხედობამ. თავხედობა მათთვის გახდა რაღაც სასინჯიქვა და თავხედობაზე გადის მათი ყოველი განცხადება, თითქმის ყოველი განცხადება და მათი ყოველი ქმედება. თითქმის ყოველი ქმედება. მათ და სამწუხაროდ. აქ რამდენჯერმე იყო ნახსენები რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვოლოდინი, აი რა თქვა ვოლოდინმა.
Мы с уважением относимся к вкладу союзников в победу во Второй мировой войне. Никогда не забудем и героическую борьбу немцев-антифашистов. Но нельзя забывать и то, что именно Советский Союз внес решающий вклад в победу и потерял в этой борьбе 27 миллионов человек. США 418 тысяч, Великобритания порядка 300 тысяч, а Франция вообще капитулировала перед нацистской Германией, хотя отдельные ее представители доблестно воевали до победы, в том числе и на Восточном фронте. Досадно, что вы даже не можете точно привести название той армии, которая брала Берлин, называя ее бывшей советской. В этой связи вынужден напомнить, это была Красная армия. ასია, ნამდვილად ასია. Რა თქმა უნდა, საბჭოთა არმიაც, ყოფილი საბჭოთა თუ გნებავთ არმიაც, იმას ნიშნავს, რასაც წითელი არმია, მაგრამ იმ არმიას ერქვა სახელი, წითელი არმია და როდესაც მას მოიხსენიებენ, სწორედ ამ სახელით უნდა მოიხსენიებენ. წითელი არმია იყო ის არმია, რომელმაც გაანადგურა დასავლური გერმანული ფაშიზმი და გაანთავისუფლა მთელი ევროპა და არა მარტო ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო ამ ჭირისგან. ახლა ვნახოთ როგორია ჩვენ ამ ვოლოდინის განცხადება ჩვენ მხოლოდ ერთი ფრაგმენტი მოვისმინეთ, ის საკმაოდ ვრცელია. მინდა მოგასმენოთ კიდევ ერთი განცხადება ვოლოდინისგან, შემდეგ ის თუ როგორია ფაშიზმის გამოვლინებები საერთოდ ევროპაში. Иначе как нацистской нельзя назвать власть, которая собирает людей под флагами Бандеры и Шухевича, то есть тех, кто во время Второй мировой войны активно сотрудничал с гитлеровским оккупационным режимом и по его приказам уничтожал на Украине миллионы евреев, поляков, русских и представителей других национальностей. Что касается террористической природы сегодняшнего режима на Украине, достаточно вспомнить недавнее преступление с подрывом спецслужбами Украины на территории Российской Федерации пассажирского поезда, в котором находились женщины и дети, в том числе грудного возраста. Подчеркну, исключительно гражданские люди. И это не случайное попадание артиллерийского снаряда, а целенаправленный подрыв пассажирского поезда. Если это не теракт, то что, по вашему мнению, является террористическим актом? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტერორისტული აქტია, ტერორიზმია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, არის ფაშიზმი. ყველაფერს ამას თავის სახელი უნდა დაერქვას და ფაშიზმის ყველა გამოვლინებას უნდა დაერქვას თავისი სახელი. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი სიუჟეტი შემოგთავაზოთ. Удивительно, что, отталкиваясь от намеренно искаженной истории, Германия теперь заметно отдрейфовала от трезвых оценок современных проявлений нацизма. Президент Бундестага Клёкнер радостно принимала главу киевского режима и проводила экскурсию по Бундестагу. Теперь же возражает Володину, что в Киеве, цитата, «нет фашистского режима», на что спикер Госдумы опять же привел факты. დიახ, ასეთი არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და აქ მინდა ვოლოდინის მიმართვიდან კიდევ ერთი ფრაგმენტი მოგასმენინოთ. Володин восстанавливает хронологию событий. К 2015-му Россия сделала все, чтобы прекратить кровавый конфликт на юго-востоке Украины. Но участники переговоров в Минске, Меркель и Олланд, как оказалось, и не думали требовать от Киева выполнения договоренностей. Канцлер Мерц, сторонник передачи Таурусов Киеву, заняв пост, о прямых поставках говорить перестал. Теперь речь идет о некой передаче дальнобойных технологий, но суть ясна. И это немецкое оружие в руках неонацистского режима на Украине, подчеркивает Володин, уже само по себе причина для конфликта между нашими странами. Сегодня же правительство Германии всерьез рассуждает о передаче высокотехнологичных крылатых ракет «Таурус» Киеву, прекрасно понимая, что киевский режим не обладает необходимыми компетенциями для их применения. По факту этим будут заниматься специалисты Бундесвера, то есть немецкие ракеты будут бить по России, и делать это будут немецкие офицеры. Таким образом, вы вновь толкаете Германию и немецкий народ на еще один вооруженный конфликт с Россией. У вас есть на это мандат от немецкого народа, от ваших избирателей? შეუძლებელია გერმანელი ხალხისგან კანცლერს ჰქონდეს მანდატი იმისთვის, რომ მან ახალი მსოფლიო ომი გააჩაღოს ან რუსეთთან ომში იყოს ჩათრეული. შეუძლებელია რომ ეს მანდატი ჰქონდეს, მაგრამ ეს ვაჟბატონები რატომღაც ასე იქცევიან. და თუ კი
უკრაინას, ფაშისტურ უკრაინას, ტერორისტულ უკრაინას ხელისუფლება მოყავს ხელოვნებაში პირველ რიგში, ვინმე დასავლეთი იქნება ეს თუ აღმოსავლეთი შეაიარაღებს, ვინმე მისცემს დაფინანსებას და ვინმე დახმარების ხელს გაუწვის, რა თქმა უნდა, ის იმავე წუთს იქცევა ფაშისტად და იქცევა ტერორისტად. აქ სხვა რამ უბრალოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ ტერორისტის ხელშემწყობი და ფაშისტის ხელშემწყობიც არის ტერორისტი და ფაშისტი და შესაძლებელია უფრო მეტადაც, ვიდრე თვითონ ის, ვისაც ეხმარებიან. სხვათა შორის ეს ყველაფერი რაც და რის შესახებაც ახლა მე გეუბნებით, მარტო აქ არ იბადება ასეთი აზრები, ასეთი აზრები იქაც იბადება. ევროპაში და მათ შორის გერმანიაშიც. აი, ვინმე ბისმარკი, ცნობილი გვარის кацი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, რომელიც გერმანელებს ეუბნება. ist die höchste Stufe der Eskalation. Это высшая степень эскалации. Большинство немцев против того, чтобы мы вместе с украинцами производили оружие на Украине. Это уже то самое вмешательство, которого мы якобы не хотим. 2/3 населения Германии против поставок дальнобойных ракет «Таурус», против совместного производства оружия. Нам, немцам, на Украине нечего делать, потому что если мы совместно будем производить ракеты, то мы станем участниками войны. სხვანაირად როგორ უნდა უთხრას? ეთყობა პატრიოტულმა კაცმა, ეთყობა საკუთარი ხალხის და ქვეყნის მოყვარულმა კაცმა. როგორ უთხრას სხვანაირად? როგორ აუხსნას სხვანაირად, უფრო მარტივად და გასაგებად გერმანიის ხელმძღვანელობას, რომ თუ კი ეს დახმარებები ჩვენგან წავა უკრაინის მიმართ, მაშინ ჩვენ აღმოჩნდებით რუსეთთან ომში ჩართული. ეს არის ელემენტარული რამ, რომლის გაგება სულაც არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ სამწუხაროდ ასე ხდება. თქვათ იგივე უკრაინაში არის თუ არა ვინმე ვინც ხვდება იმას თუ რა ხდება რასთან აქვს დღევანდელ უკრაინას საქმე რა თქმა უნდა არიან ასეთი ადამიანები თუმცა მე მაგალითად გაოცებული ვარ იმითი რომ ისინი უფრო აქტიურად არ ჩნდებიან მესმის რას ნიშნავს ფაშისტური რეჟიმი მესმის რას ნიშნავს ძალმომრეობა მაგრამ მიუხედავად ამისა როდესაც უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო უკრაინის ხელისუფლებამ ფაშისტურმა და ტერორისტულმა ხელისუფლებამ. ნუ თუ ამის წინააღმდეგ ხმას არ უნდა იღებდეს ვინმე თითოეულა მაინც უკრაინაში. როგორც ჩანს არიან ისეთები, რომლებიც ხმასაც იღებენ. Используют. И да, я уже давно это поняла. И я думаю, что и люди давно уже это понимают. И учитывая на все заявления, а лучше всего даже не смотреть на заявления, посмотрите на действия. Мы видим, что за счет нас воюют, за счет нас хотят ослабить Россию. Нас используют. Лабарагов сказкалбатони. Ჩვენ გამოგვიყენესო. სხვებმა თავიანთი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ჩვენ გამოგვიყენესო და ეს გამოყენება სხვადასხვანაირია და სხვადასხვა მასშტაბის არის ხოლმე, მაგრამ უკრაინაში ამან უკრაინელი ხალხის გენოციდის მასშტაბს მიაღწია. პრაქტიკულად უკრაინა გაწყდა, პრაქტიკულად უკრაინა გაიქცა, ვინც გაქცევა შეძლო, პრაქტიკულად უკრაინა დაინგრა და უკრაინა აღარასოდეს აღარ იქნება იმ მასშტაბის სახელმწიფო თავისი ტერიტორიებით და ძალიან დიდი ხანი ვერ იქნება იმ პოტენციალის ქვეყანა, რაც ის იყო მთელი ამ უბედურების დატრიალებამდე. აი ამაში ჩაითრიეს უკრაინა და მოხდა ის, რასაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ აი ასეთი არის ყველგან და ყოველთვის ფაშიზმის ბედი და ფაშიზმის განვითარება. ჩვენ გვახსოვს საქართველოში, არ გვახსოვს ის, რომ აი თქვათ რუსული ენა რომ იკრძალებოდა, რუსული სიმღერები რომ იყო აკრძალული, რესტორნებში რომ დადიოდნენ, დარბოდნენ და იქ თუ ვინმე რუსული სიმღერის დემონსტრირებას გაბედავდა, ამის გამო ჯარიმები იწერებოდა და სისხლის სამართლის საქმეს აღზრდავდნენ და ნუ მიდიოდა მთელი ანტირუსული ისტერია. ეს იყო წინა რეჟიმის დროს, სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს სააკაშვილის გამოგონება არ იყო, ეს დასავლეთის გამოგონება, ამერიკის და ევროპის გამოგონებაა, რომელსაც თავს ახვევდნენ ისინი იმ სახელმწიფოებს, სადაც კი შეძლეს ამისი თავსმოხვევა. ეს მოახვიეს თავს უკრაინას. უკრაინაში მთელი უბედურებები სწორედ ამითი დაიწყო, რუსოფობიით, რუსული ენის წინააღმდეგ ბრძოლით, რუსული ეროვნების წინააღმდეგ ბრძოლით და მოგახსენებათ თქვენ დონბასის ტერიტორიაზე 15,000-ზე მეტი ადამიანი დახოცეს ამ უკრაინელმა ფაშისტებმა
და მათი დახმარება, მათი გადარჩენა ამ გენოციდისგან იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოტივი იმისა, რაც 13 წლის წინ განხორციელდა და რასაც მოყვა შემდეგ მთელი ის პროცესები, რომელსაც ჯერ კიდევ დასასრული არ უჩანს. ახლა იგივე მეთოდს ნერგავენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში. აი მაგალითად კონკრეტულად რა ხდება ესტონეთში. Сегодня руководство Русского театра официально подтвердило, его переименуют в Сюдалинный театр. То есть буквально театр в центре города, лишь бы никакого упоминания России, но это табу даже за кулисами. И у многих само наличие слова «русский» в названии театра вызывает отторжение. Мы не говорим сейчас, это хорошо или плохо. Это констатация факта. И пусть это был самый популярный театр в стране, на пьесах Чехова и Островского часто бывали аншлаги, его еще и лишат финансирования, пока не подкорректируют репертуар. Ставить предлагается исключительно эстонских драматургов. გესმით რა მიმართულება აქვს ყველაფერ ამას და რა მასშტაბებს იძენს ეს ყველაფერი. ახლა ესტონეთში, როდესაც ეს ამბები ხდება, როდესაც თეატრს ებრძვიან, რუსულ ენას ებრძვიან, რუსულ კლასიკას ებრძვიან. ნუ თუ მათ არ უნდა გაიაზრონ ის ამბავი, თუ რა მოყვა ამას თავის დროზე საქართველოში და რა მოყვა ამას თქვათ უკრაინაში. ეს მაგალითები არაფერს არ უნდა ნიშნავდეს მათთვის. ეს მაგალითები მათ არ უნდა ეუბნებოდეს იმის შესახებ, რომ ამ გზით სიარული დამღუპველია და დამანგრეველია, უნდა ეუბნებოდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ სადაც შედის აი ეს, რასაც deep states უძახიან ამ ბოლო პერიოდში და ეს დასავლური უბედურება არის, დასავლური სიმახინჯე, დასავლური ძალმომრეობის ბიუროკრატია, რომელიც თანხებით, შეიარაღებით დაშვებული თუ აკრძალული მეთოდებით ყველანაირი გზით ცდილობს რომ ესა თუ ის ქვეყანა მოწამლოს, არიოს და სრულ კატასტროფამდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, დასკვნები უნდა გააკეთონ, მაგრამ ისევე როგორც საქართველოში ვერ გავაკეთეთ თავის დროზე დასკვნები, ისევე როგორც უკრაინაში ვერ გაკეთდა სამწუხაროდ ეს დასკვნები, როგორც ჩანს ამ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც ვერ კეთდება ეს დასკვნები და საით მიყავს ყველაფერ ამას მსოფლიო, საით მიაქანებს ეს ყველაფერი მსოფლიოს, იმიტომ რომ რაც ხდება კავკასიაში, რაც ხდება ბალტიისპირეთში, რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპაში თუ დასავლეთ ევროპაში, რაც ხდება შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის მსოფლიოს შემადგენელი რეგიონებია და მსოფლიო ამას მიყავს, როგორც ჩანს, დიდი უბედურებისკენ და ამასაც მე კი არ გეუბნებით, მეც დიდი ხანია გეუბნებით, მაგრამ ჩემი ნათქვამი არ არის ამ შემთხვევაში ისე მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუნდაც ძალიან მაღალი ჩინის პერსონა ამას უაღრესად შეუშინებია. Глава нацразведки США Тулси Габбард призвала не провоцировать напряженность между ядерными державами. В своем обращении, записанном после посещения Хиросимы, она напомнила об ужасах атомной войны и потребовала прекратить безумие, чтобы не допустить ядерный холокост. Мы стоим сегодня ближе к ядерному опустошению, чем когда-либо. Политические элиты, богатеющие на войне, безответственно разжигают страх и разногласия между ядерными державами. Может, потому что они уверены, для них и для их семей найдутся места в убежищах, недоступных простым смертным. Так что это нам, людям, пора повысить голос, требуя прекратить это безумие. ეს ქალბატონი ხელწამოსაკრავი ქალბატონი არ არის თავისი მდგომარეობით, თავის თანამდებობით დაზვერის უფროსი გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი რას ლაპარაკობს ეს ქალბატონი? ბირთვული ომის, ბირთვული კატასტროფის წინაპირობებს ხედავს, საიდანაც მსოფლიო მიდის. მსოფლიო მიექანება თუ მსოფლიოს მიათრევენ აქეთკენ და როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ჩინის და ამ მდგომარეობის ადამიანი პერსონა ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს, უნდა მივხვდეთ, რომ მართლაც ძალიან სერიოზულია, ძალიან კრიტიკულია ვითარება. ამისი დაუნახაობა არაფერს არ მოგცემს. ხალხის მიერ ამის დანახვა შესაძლებელია დიდი ხსნა და საშველი არ იყოს, მაგრამ როდესაც მთელი ხალხი, მთელი მსოფლიო ამის გაცნობიერებას დაიწყებს და ამის წინააღმდეგ აღსგება, რა თქმა უნდა, ვიღაცა თავის ბინძურ ვნებებს მოთოკავს, ან შეეცდება, რომ მოთოკოს ეს ბინძური ვნებები, ან იძულებული გახდება, რომ მოთოკოს ეს ბინძური ვნებები, ამიტომ
გაცნობიერება თითოეული ჩვენგანის მიერ ამ საშიშროებისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა მარტო ჩვენი გაცნობიერების იმედად არ არის ალბათ მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც სულაც არ ეთანხმება მოვლენათა ამგვარ განვითარებას. აი ერთ-ერთი უზარმაზარი მნიშვნელობის პროექტი, რომელიც რუსეთში განხორციელდა და რომელიც სწორედ შემაკავებელი ფაქტორია, ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ბირთვული კატასტროფისა და მოახლოებული მსოფლიო ომისა. Новую подводную лодку сегодня передали Тихоокеанскому флоту. Это модернизированная субмарина «Якутск». Торжественная церемония состоялась в Санкт-Петербурге на Адмиралтейских верфях. Экипажу передали знамя, под которым «Якутск» будет нести службу. Поздравляю экипаж с первым подъемом военно-морского флага! Ура! 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 Вольно! На борту подлодки уже скоро разместят ударный ракетный комплекс «Калибр», мины и торпеды. Сверхсовременное оборудование позволит подводникам обнаруживать цели на дистанции в 3-4 раза больше, чем способны подлодки потенциального противника. При этом сам Якутск найти на радарах сложно. За скрытность субмаринам такого типа в НАТО дали название «Черная дыра». ბინძურ ძალას, რომელიც მსოფლიოს დასაჩოქებლად არის მონდომებული და მოწადინებული, თუ არ დახვდა სხვა ძალა, კეთილშობილი ძალა, რომელიც იქნება შემაკავებელი ფაქტორი. აი ეს ძალა თუ არ დახვდა, ასეთ შემთხვევაში ის ძალა, რა თქმა უნდა, თავისას გააკეთებს და თავისას მიაღწევს, მაგრამ იმედია, რომ სწორედ მეორე საპირწონე ძალა არ დაუშვებს იმას, რაც აქვთ ამ ბოროტ ადამიანებს თუ ბოროტ რაღაც დაჯგუფებებს ჩაფიქრებული და რის განხორციელებას აპირებენ. სხვათა შორის იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრს ლაპარაკობ მე ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, სადაც იხარშებოდა მთელი ეს უბედურებები და საიდანაც გადადიოდა მერე დანარჩენ რეგიონებში. ჩვენ იცით, რამდენი ორგანიზაცია გააუქმეს, აკრძალეს ტრამპის მოსვლის შემდეგ. დამფინანსებელი ორგანიზაციები ამ ბოროტებისა, რომელსაც ქვია მეხუთე კოლონის მოქმედება ამა თუ იმ სახელმწიფოში, ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, კვლელობები, ტერაქტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი აღზევებულია მთელ მსოფლიოში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ძალიან დიდ უბედურებად მიუბრუნდა ეს ყველაფერი. ხშირად ვამბობ მე, რომ ეს არის სისტემური კრიზისი, უკვე შიგნიდან გამომპალი კაპიტალისტური საზოგადოებისა, კაპიტალისტური სისტემისა, მაგრამ გარდა ამისა, ეს ყველაფერი არის ის ბუმერანგიც, რომელიც აუცილებლად არსებობს, როგორც კანონზომიერება და რომლისგანაც თავს ვერავინ დაიცავს. აი რა პროცესები იწყება და ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. За неделю беспорядков, погромов и грабежей центр Лос-Анджелеса превратился в американскую столицу анархии. В городе ангелов царят вандализм и мародерство, подвой полицейских сирен, грабят магазин Apple. А этот стример решил снять, как выносят ювелирные. Все шло неплохо, пока налетчики были заняты выламыванием металлической решетки и не обращали внимания на него самого. Когда обратили, то просто вырвали из рук камеру. Обычное для Америки дело. После протестов толпа переходит к массовым грабежам. В США это называется лутингом. Так было и во время БЛМ. Вот эти кадры мы снимали в Филадельфии. Как это часто бывает в Америке, протесты заканчиваются мародерством. Вот сейчас группа людей, которые, кстати, приехали с нас, грабят мебельный магазин. Чтобы не стать следующими, владельцы других торговых точек наглухо заколачивают витрины фанерными щитами. Глухую оборону занимают не только ювелирные лавки, а вообще большинство магазинов в даунтауне. Несмотря на присутствие на улицах военной техники, которую отправил Трамп, правоохранители не всегда могут защитить даже самих себя. Местная власть под давлением Вашингтона вроде бы начала сдавать назад, но пока на уровне полумер. Комендантский час начнется в 8:00 вечера сегодня и продлится до 6:00 утра. На войне, как на войне, пусть и на гражданской.
Сейчас в Лос-Анджелесе размещено больше американских войск, чем в Ираке и Сирии. 4800 гвардейцев и морских пехотинцев. Там, в Лос-Анджелесе, как на передовой, люди в форме и встретят круглую дату – юбилей американской армии, который в день рождения американского президента 14 июня исполнится 250 лет. Трамп, чтобы поддержать моральный дух армейского спецназа и проверить его готовность встать на защиту демократии от демократов, отправился на базу зеленых беретов Форт Брэгг в Северную Каролину. Как верховный главнокомандующий назвал митинги против депортации вторжением в Соединенные Штаты под иностранными флагами. Они с гордостью несут флаги других стран, но не несут американский флаг. Они только сжигают его. Вы видели много сожженных флагов? Их сжигали не люди из нашей страны, не те, кто любит нашу страну. Люди, которые сжигают американские флаги, должны отправиться в тюрьму на год. აი ასე ციხეში უნდა წავიდნენ ეს ადამიანები, ვინც არღვევენ ამ საზოგადოებრივ წესრიგს და შეურაცხყოფას აყენებენ როგორც სიმბოლიკას, ასევე მთლიანად ამერიკელ ხალხს. ასეთია დამოკიდებულება. ანუ ეს არის ორი მაგალითი ჩვენთვის. ერთი ის თუ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა პროცესებია დაწყებული და რა მოვლენები ვითარდება და განვითარდება როგორც ჩანს. მაგრამ მეორე ის თუ როგორია დამოკიდებულება ხელისუფლებისა. აბსოლუტურად ადეკვატური. იმიტომ რომ ამ ძალას ძალა თუ არ დაუპირისპირე ასეთ შემთხვევაში ის თავს გავა. ასეთ შემთხვევაში ის გაცილებით უარეს გააკეთებს დღეს, ვიდრე აკეთებდა გუშინ და გაცილებით უარეს ხვალ, ვიდრე აკეთებს დღეს. აი ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მოდით საქართველოში გადმოვიდეთ ერთი წუთით და ვნახოთ რა ვითარება გვაქვს აქ ვიდეოს არ გაჩვენებთ, უბრალოდ ისე მინდა შეგახსენოთ თქვათ ჩვენი რუსთაველის პროსპექტი, რომელიც ყოველდღიურად იკეტება და კეტავს მას რაღაც რამდენიმე ათეული კაცი. 30, 40, 50 კაცი, მეტი არ არის იქ, ვინც იგრიბებიან და ეს ადამიანები რუსთაველის პროსპექტს უფრო სწორედ ვერ კეტავენ რუსთაველის პროსპექტს. მაგრამ მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმარება მათ რუსთაველის პროსპექტის გადაკეთებაში. ერთი მანქანა ჩადგება რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში, მეორე მანქანა ჩადგება რუსთაველის პროსპექტის დასასრულს, პოლიციის მანქანა და რუსთაველზე მოძრაობა იკეტება. ნაცვლად იმისა, რომ ეს არამზადები 30-40 კაცი, რომლებიც გზის გადაკეტვას ვერ ახერხებენ და ამას ხელოვნურად აკეთებენ. დარბიან, გადარბიან, გადმორბიან და ცდილობენ რომ გზა გადაკეტონ. ამას რატომ ეხმარები? ხელისუფლება რომ ხარ, მთავრობა რომ ხარ, რატომ ეხმარები მათ გზის გადაკეთვაში? მე ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. იქნებ თქვენ გონიათ რომ რაც უფრო ხშირად გადაიკეტება რუსთაველის პროსპექტი, უფრო გამწარდება ხალხი, უფრო გაგიზიანდება ხალხი მათი მისამართით. მაგრამ ის ხალხი როგორც მე ვხედავ ამას, ისე ხედავს რომ თქვენ ეხმარებით მათ, თქვენ აკეთებთ ამას, თქვენ არ ეკცევით მათ ისე როგორც უნდა მოექცნენ დემოკრატიულ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში. მე ხომ არ მოგიწოდებთ და არც არავინ სხვა არ მოგიწოდებთ იქითკენ რომ თქვენ დემოკრატიული ნორმები დაარღვიოთ და ასე ვთქვათ რაღაცა სისასტიკე გამოიჩინოთ ამ ადამიანების მიმართ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ის რაც გევალებათ წესრიგის დაცვა, კეთილი ინებეთ და წესრიგი დაიცავით. რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა თქვენი დახმარებით და თქვენი ხელშეწყობით წესრიგის დაცვა არ არის. ეს არის წესრიგის დამრღვევთათვის დახმარების გაწევა და ხელის შეწყობა. ამიტომ ეს ამბები უნდა გაითვალისწინოთ და სხვათა შორის ვინ არიან ესენი დაფინანსებული ძალა. მართალია თქვი მე წეღან რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითონ აკრძალეს დამფინანსებელი ორგანიზაციები, მაგრამ დარჩნენ იგივე ევროპა დარჩა და იგივე ამერიკაშიც დარჩა. ალბათ რომლებიც რაღაცების გვერდის ავლით ახერხებენ ამ დაფინანსებას, იმიტომ რომ დაფინანსებაზე გადის ეს ყველაფერი. დაფინანსების გარეშე დღეს არც პოლიტიკა კეთდება, არც სახელმწიფო გადატრიალება ხდება, არც ტერორისტული აქტები ხორციელდება და არც არაფერი. ყველაფერი ტრიალებს ფულზე. ამიტომ ადექით და გადაკეტეთ დაფინანსების გზები ერთხელ და სამუდამოდ, რომ დაწყნარდეს ქვეყანა, დამშვიდდეს ქვეყანა და ხალხს მიეცეს ნორმალური
ცხოვრებისა და ნორმალური შრომის პირობები, ვინც არის დასაქმებული და ვინც არ არის დასაქმებული, იმათვისაც უნდა გამოიძებნოს დასაქმების გზები და საშუალებები. ეს უნდა იყოს მიმართულება და არა ის, რომ ეს თანხები შემოდიოდეს გაუთავებლად და აკეთებდეს თავის ბინძურ საქმეს. სხვათა შორის, საქართველოში კი არა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ამ დაფინანსებაზე ლაპარაკობენ. და ლაპარაკობს ვინ? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. Вы думаете, кто-то просто так подходит к бордюру со всем необходимым оборудованием, начинает долбить куски, а потом раздает их другим людям как оружие? Это проплаченные мятежники или провокаторы. Называйте как хотите. დაფინანსებული ელემენტები, დაფინანსებული პროვოკატორები. ამბობს ტრამპი, ამ უზარმაზარი სახელმწიფოს პრეზიდენტი და აქ რა იქნება? აქ რა მდგომარეობა იქნება? რა თქმა უნდა, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით. სხვათა შორის ერთი საინტერესო მომენტი. კალიფორნიაში აი როგორ მოხდა ხელისუფლების დაპირისპირება ერთმანეთთან. გუბერნატორი და პრეზიდენტი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. Авторитарные режимы начинают с того, что нацеливаются на тех, кто не может защитить себя, но на этом не останавливаются. Трамп и его сторонники делают это, чтобы получить больше власти и контроля. Калифорния первая, но другие штаты следующие. Из американской столицы уже звучат призывы Ньюсома арестовать, пока не возглавил общенациональное сопротивление политике Трампа. Я не собираюсь давать вам юридический анализ того, следует ли арестовать Гэвина Ньюсома, но его следует вымазать дегтем и обвалять в перьях. Кто именно стоит за протестами и беспорядками, которые в трамповском окружении называют спланированными, уже разбираются в ФБР, а по соцсетям гуляет видео аккуратных груд кирпичей, заботливо кем-то оставленных на улицах Лос-Анджелеса, якобы специально для так называемых мирных протестующих. Сработало на Украине, в Сербии, в Грузии, сработало во время БЛМ, работает и сейчас, даже без USAID. აი საქართველოს ახსენეს აქ და სწორადაც ახსენეს, იმიტომ რომ ბევრი რამ მეორდება ისტორიაში და მეორდება ჩვენს თვალწინ. სხვათა შორის დაპირისპირება ხელისუფლების შტოებს შორის, აი გუბერნატორსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს თქვენ არაფერზე არ გეუბნებათ, არაფერს არ მიგანიშნებთ. ეს დაპირისპირება შეიძლება აქაც მოხდეს, როდესაც დაგიპირისპირდებათ ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი წარმომადგენლობა ხელისუფლებისა, გუბერნატორი იქნება თუ, მერი იქნება თუ, სხვა დონის ჩინოვნიკი. დაგიპირისპირდებათ მინისტრი, დაგიპირისპირდებათ დეპუტატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ნაცადი მეთოდია, ამიტომ ამ სიღრმეებში არ უნდა შეყვეთ ამას. დროზე უნდა აღკვეთოთ ის, რაც აღსაკვეთია. ეს ჩემი, ასე ვთქვათ, კეთილი რჩევა. აბსოლუტურად კეთილი რჩევა. იმიტომ რომ მე როგორც მოქალაქე ამ ქვეყნისა შეწუხებული ვარ იმით, რაც ხდება საქართველოში და თან ვგრძნობ და ვატყობ იმას, რომ შესაძლებელია ეს პროცესები კი ახლა ცოტა, ასე ვთქვათ, მიწყნარებულია თითქოს და ძალა გამოცდილები არიან, მაგრამ მაინც შეიძლება ვიღაცამ, რაღაცა ძალამ, რაღაცა ფინანსებმა, რაღაცა თანხებმა, რაღაცა გაბოროტებულმა მოწინააღმდეგებმა გადაიყვანონ სხვა რელსებზე. ამიტომ დროზე უნდა დადგეს ამისი ფინალი, ასე ვთქვათ. და ისევ ტრამპი აფასებს მოვლენებს. ჩვენ დავიცავთ ლოს-ანჯელესს და სხვა ქალაქებსაც. ეს ხალხი, ვისაც ქუჩაში ვხედავთ, დაფინანსებული აგიტატორები და პროფესიონალები არიან. ისინი აჯანყებას ცდილობენ. მჯერა რომ მათ აფინანსებენ და ამას გამოიძიებს ჩვენი პროკურორი და გამოძიების ფედერალური ბიურო. დაადგენენ თუ ვინ არიან დამფინანსებლები. რატომ ჰქონდათ აგურები? იმიტომ რომ ესროლათ. ვნახე როგორ ამტრეოდნენ ტროტუარებს და შემდეგ დამტრეულ გრანიტსა და ბეტონს ურიგებდნენ ხალხს, რომელიც რიგში იდგა. ეს პროფესიონალურად იყო ორგანიზებული და არა სპონტანურად. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მინახავს. წავიდნენ და ხიდებიდან ისროდნენ შემდეგ ამქვებს. ამას ადამიანის მოკლა შეუძლია. ეს ცუდი ხალხია. რომ არ ჩავრეულიყავით, კატასტროფას მივიღებდით. გეგონება ეს კაცი იქ კალიფორნიაში კი არა, აქ იყო საქართველოში და აქაურ მოვლენებს აღწერს. აი ეს ხდებოდა ყველაფერი საქართველოში, სხვა კი არაფერი. ეს ყველაფერი ხდებოდა საქართველოში. ეს ყველაფერი ერთნაირად ხდება. ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო. ერთნაირად ვითარდება ეს მოვლენები და ეს პროცესები. აი რას ლაპარაკობს ყველაფერი ამასთან დაკავშირებით,
საშინაო საქმეთა მდივანი, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების. შემოსავლების სამსახური გამოძიებას ეხმარება, რომ დავადგინოთ, როგორ ფინანსდება ეს ძალადობრივი პროტესტი, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები და კავშირები აფინანსებენ ამ მოძალადეებს. მოძალადეებს, რომლებიც სამართალდამცველებს ესხმიან თავს, რაც დაუშვებელია და ყველა კანონის შესაბამისად გასამართლდება. ჩვენ სამართალდამცველებს ესროლეს ქვები, ბოთლები, გამოიყენეს მოლოტოვის კოქტეილები. ასევე ვნახეთ, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შეაფურთხეს. ეს მიუღებელია. თუ კი პოლიციის ოფიცერს დაესხმებით თავს, დაგიჭერთ და გაგასამართლებთ. ხედავთ რა ყოფილა თურმე? თუ პოლიციას შეაფურთხებ, შეურაცხყოფას მიაყენებ, სილას გააწნავ, ასეთ შემთხვევაში დაგიჭერენ, დაგაპატიმრებენ. ასე ყოფილა დემოკრატიის მექაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ რა სიტყვობთ? აქ რა გინდათ? პოლიციელები ცემოთ? პოლიციელებს პანღური ურტყათ, შეურაცხყოფა მიაყენოთ, აფურთხოთ, აგინოთ, ლანძღოთ, წყევლოთ და ეს გინდათ ნებადართული იყოს და ამას უძახით დემოკრატიას. ეს ამბავი რომ არ გამოვა, აქ თუ ვერ ნახეთ და თუ ვერ დაიჯერეთ, იქ ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმასაც უნდა მიხვდეთ, რომ რაც იქ ხდება, ის თანდათანობით გადმოვა და გაძლიერდება ეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ. იმიტომ რომ სხვანაირად თქვენ აი როგორც უკრაინელი ფაშისტები იქცევიან, სხვა გამოსავალს არ ტოვებენ, თქვენ სხვა გამოსავალს არ ტოვებთ საქართველოში გარდა გამკაცრებისა ამ სიტუაციების. და ახლა კიდევ ერთი საკითხი, აი ყველაფერ ამის ფონზე, რაც ხდება, რასაც ისმენთ და რაც თუნდაც ამ გადაცემაში მოისმინეთ, აი ამ ფონზე კიდევ ერთი გასაოცარი განცხადება, რომელიც გააკეთა ეგრეთ წოდებულმა ნატოს სამეკავშირეო ოფისმა. შაბლონად ქცეული სიტყვები, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებში 17 წელია ვერ აისახა. ჩრდილოატლანტიკური გაერთიანება საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ზედაპირულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მტკიცედ მიყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. უკვე 3 ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიხვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნაში, რითაც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. აი ამ ტექსტის შემთხვევას ჭკუა მოიკითხება? სრულ ჭკუაზეა? ცნობიერება ნორმალურია აქვს. მე არ ვიცი, იმიტომ რომ რა დროს 2008 წლის ბუქარესტის რაღაცა მონაჩმახის გაგრძელება იყო ახლა. მაშინ როცა როგორც იქნა ძლივს მივივიწყეთ ეს ნატო და აღარავინ აღარ ლაპარაკობს უკვე ნატოზე. კი ევროკავშირზე ასე თუ ისე რაღაცა ინერცია კიდევ გადმოგვყვა. და ესეც სისულელეა ალბათ, იმიტომ რომ ევროკავშირის ხვალინდელი დღე კაცმა არ იცის როგორი იქნება. უბრალოდ ყველა ხედავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივა არ აქვს. და ამ შემთხვევაში ევროკავშირზე ლაპარაკიც რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ ნატოზე ლაპარაკი დღეს ხო საერთოდ აბსურდია. ნატოსთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ლაპარაკის განახლება, რატომ უნდა წამოსულიყო ამ ოფისიდან? ამას ახსნა თითქოს არ აქვს. შესაძლებელია რაღაცა ახსნა კონდეს, ქვეტექსტები, რაღაცები ვიპოვოთ, ვეძებოთ, მაგრამ რეალურად ეს არის სრული აბსურდი, რომელსაც ისევ გვახვევენ თავს. 30-35 წელი ხომ გვაცხოვრეს ამ ნატოთი და ახლა თავს გვახვევენ ისევ ხელახლა, როგორც იქნა ძლივს მივივიწყეთ. ხელისუფლებას აღარ ლაპარაკობს ნატოს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ის სამარცხვინო ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ნატოსთან დაკავშირებით და ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ლაპარაკი შეწყვიტეს უკვე, იმიტომ რომ აბსურდია ნატოს მიმართულებით ჩვენს პერსპექტივაზე საუბარი. და ეს ოფისი, ნატოს სამეკავშირეო, რაღაცა სულელური ოფისი რომ არსებობს, ეს ოფისი დღესაც თავს გვახვევს ამ გასაოცარ, რაღაც დრომოჭმულ, ვადაგასულ, ყავლგასულ, ნაფტალინიან იდეებს. ნახოთ აბა, როგორ აღიქვა ეს საქართველოს ხელისუფლება, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ ბატონი პაპუაშვილი. 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. გაიზარდა მთელი თაობა ამასობაში, სკოლას ამთავრებენ, ისე რომ სიტყვა ითქვა,
და საქმე არ გაკეთებულა. საქართველოს აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატოსთვის, თუმცა საპასუხოდ ხვდებით მხოლოდ სიტყვებს. საქმეზე რომ იდგება, ყველა ხვდება რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები. კი ბატონო, ამ ბოლოწინადადებას მთლად ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ნატოს ქოლგა არის რაღაცა უნივერსალური ქოლგა, არავითარი ქოლგა ნატო რომ არ არის ეს უკრაინის მაგალითებმა გვიჩვენა უკვე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაფერს აღარ ნიშნავს ნატო სრულიად გაბითურებული ორგანიზაცია და გაბითურდა ის სწორედ უკრაინაში, მაგრამ თქვენი პასუხი სწორია მაინც. მართლაც თაობა გაიზარდა იმის შემდეგ, რასაც ესენი გვპირდებიან და გვპირდებოდნენ და გვამზადებდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს წევრი სახელმწიფო უნდა გამختار ვიყავით. 2008 წლიდან რამდენი გავიდა აგერ თითქმის 20 წელია გასული, რაც ჩაიწერა რაღაც კომუნიკეში სისულელე, რომ საქართველოს ოდესმე გახდება ნატოს წევრი. აი, ამის გაცოცხლება. ეს ხომ არის შეურაცხყოფის მოყენება ქართული ხალხისთვის ხელახლა. მაშინ მოგვაყენა შეურაცხყოფა, მოგვატყუეს. მერე სააკაშვილის რეჟიმმა იძახა, რომ მაპი არ მოგცეს, მაგრამ მაპზე უკეთესი მოგცეს, აი ეს აბსურდი რომ ჩაწერეს თავიანთ კომუნიკეში, თურმე ეს იყო იმაზე უკეთესი. არა და რეალურად არც მაპი მოგცეს. ფარატინა ქაღალდი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს რეალურად, მაგრამ მაინც რაღაც საფეხურად ხომ ითვლებოდა რა, ნატოსკენ სავალგზაზე არ მოგცეს. არაფერი არ გააკეთეს. და ახლა უცებ გამოხდნენ საიდანღაც და ისევ ნატო დაიძახეს და ისევ უნდათ თავგზააუბნიონ იმ ისედაც თავგზააბნეულ ნაწილს საზოგადოებისა, რომელსაც მართლა ნატო რაღაცის ქოლგად მიაჩნია. არაფრის ქოლგა ნატო უკვე აღარ არის დიდი ხანია და ამას ხედავს ხალხი და ხედავს მე მგონი მთელი მსოფლიო. და ახლა აი ამ ფონზე ეგერთის მხრივ აი სატყუარა შემოაგდეს კიდევ, მეორეს მხრივ კი ტრამპმა აკრძალა თითქოს ეს დაფინანსებები, მაგრამ მაინც რჩება რუსული სიტყვა რომ გამოიყენოთ ეს ლაზეიკები იმისთვის რომ დაფინანსება წამოვიდეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც ჩანს ლონდონიდან მოდის დაფინანსებები ამ არამზადების დასახმარებლად. ბრიტანეთის საელჩოს ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება სურდა. ქრონიკის ინფორმაციით ტაბულა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კანონის უზენაესობის ცენტრი და საქართველოს მომავლის აკადემია. 4 ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში ბრიტანეთიდან სოლიდური თანხის მოლოდინში იყო. 100,000 ფუნტამდე NGO-ების და 50,000 ფუნტამდე ტაბულას დაფინანსება სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდა. გრანტს ადასტურებენ ტაბულაში. მესამე სექტორი კი იმედთან არ თანამშრომლობს. საელჩო სპეკულირებს გავრცელებულ განცხადებაში თავად წერენ, რომ ხელისუფლებას უარი გრანტების გაცემაზე არ უთქვამს. პროცედურული განმარტებითი პასუხი კი საელჩომ გრანტების გაუქმების საბაბად გამოიყენა. სამწუხაროდ ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. თქვენ იცით, რომ საერთოდ დაუშვებელია კანონით არის აკრძალული პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება გარედან და მედია საშუალებათა, საინფორმაციო საშუალებათა დაფინანსება გარედან. ეს არის აკრძალული და მიუღებელი. მაგრამ ეს ვაჟბატონები და ქალბატონები აფინანსებენ არა საინფორმაციო საშუალებებს, არამედ დეზინფორმაციის საშუალებებს. აქ ვინც იყო ნახსენები რა დონის არის ეს ვითომ საინფორმაციო საშუალებები, თქვენ მოგეხსენებათ. დეზინფორმაციის საშუალებები და ამათ აფინანსებენ ასე თავხედურად, ასე შემოვლით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან აიგრძალა უკვე ეს დაფინანსებები, ესენი მაინც პოულობენ რაღაც შემოვლით გზებს იმისათვის, რომ ესენი დააფინანსონ და აწამლინონ გაუთავებლად საზოგადოება და მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში, თბილისში და რუსთაველის პროსპექტზე ჰქონდა. საქართველოში ექსტრემიზმი ევროპული წყაროებიდან ფინანსდება. ევროკავშირისა და სხვადასხვა ევროპული დედაქალაქებიდან გამოყოფილი თანხით ქვეყანაში ძალადობის სახალისება ხდება. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ საქართველოში არეულობის მოსაწყობად ფინანსები სხვადასხვა ფონდების გამოყენებით ხდება.
პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთებს ევროპაში გქონიათ, რომ მათ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან, ის ცუდია და ქართველ პოლიციელს თუ ესვრიან მოლოტოვის კოქტეილს, ეს კარგი არის და მშვიდობიანი არის. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის ბრიუსელში და ასეთი შემთხვევები ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ ხანდახან რამდენად უტიფარი არის ხოლმე ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უტიფარი და თავხედურია ეს დამოკიდებულება უცხოეთისა, კერძოდ ევროპისა, ბრიტანეთისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა ჩვენს მიმართ და ახლა, როდესაც თითქოს რაღაცა ფინალი გამოჩნდა, მაინც ამ შემოვლითი გზებით ხდება ამ არამზადების, ამ მეხუთე კოლონის, ამ აგენტურის დაფინანსება, რომლებიც მომართულნი არიან. და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს დაანგრიონ, საქართველოს მიწასთან გაასწორონ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ და საქართველოს ისევე ჩაძირონ სისხლის ზღვაში თუ ტბაში, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს. აი ამისთვის კეთდება ყველაფერი. სხვადასხვა ძალიან ხატოვნად თქვა ამასთან დაკავშირებით, რაც მე უკვე ვთქვი, ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამ შემოვლითი გზების შესახებ, ძალიან ხატოვნად თქვა ბატონმა პაპუაშვილმა. გზას ადრე აკეთებდნენ ამერიკული ფონდების ხელით, მარჯვენა ხელით, ახლა მარცხენა ხელით გააკეთონ ბრიტანული თუ სხვა ევროპული ფონდები. ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებული თითქოს ეს არის კონკურსი, თავისუფალი. მე ხაქსულელი არავინ არ არის და ყველა ძალიან კარგად ხვდებით საბოლოო ჯამში ვის მისცემენ ამ ფულს, ასე უნდა თუ მოატყუონ ქართული საზოგადოება და მათ შორის ბრიტანელი საზოგადოება. საერთოდ ყველაფერი რომ კრიზისულია ამ ეპოქაში ჩვენ ამას ვხედავთ და რა თქმა უნდა ვერც ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ანუ რეალურად დასავლეთის მეხუთე კოლონა და დასავლეთის აგენტურა ვერ იქნება გამონაკლისი. ესეც კრიზისულია და კრიზისისკენ მიექანება, მაგრამ ყველაფერს აქვს ეტყობა თავისი ეტაპები, აი როგორ ვითარდება ეს პროცესები. ოპოზიციას თავმოყარეობა არ აქვს, ხომ? შეუძლიათ იძახონ არ შევართ პარლამენტს და შემდგომ პუფები ვით შედიან პარლამენტში, შეუძლია იძახონ რომ არ მივიღეთ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ პუფებივით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ოპოზიციის სიტყვამ ფასი დიდი ხანია დაკარგა, ახლა ყველაფერი იმ სცენარით ვითარდება, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობს. რატომღაც ლელომ არჩევნებში მონაწილეობაზე პოზიცია რასა იუკნევიჩიანეს საქართველოში ვიზიტის პარალელურად შეცვალა. ჩვენ ნახეთ, როგორც კი ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი ჩამობრძანდა, როგორც კი უცხოელებმა მისცეს მითითებები, როგორ შეცვალეს ნარატივი, მათ შორის ლელოში. კი ბატონო, ასეა, ნამდვილად მათ შეუძლიათ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე თქვან, ამას არეგულირებს მორალი, ამას არეგულირებს ზნეობა. რომ ადამიანი იქნება თანმიმდევრული თუ არ იქნება თანმიმდევრული, პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება თანმიმდევრული თუ არ იქნება თანმიმდევრული. კი, რა თქმა უნდა, პოზიციის შეცვლაც არსებობს, მაგრამ ეს ყოველდღიური მოვლენა არ უნდა იყოს. ეს შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ და ისიც ვიღაცას და არა ყველას მოუვიდეს. მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, ეს არის მართლა თავის მოჭრა და მართლა აი სრული კატასტროფა, აი სრული დეგრადირება აი ამ გადაგვარებული მასისა. ერთი მაგალითი მინდა გაშვენოთ, აი რას ამბობდა ერთი პოლიტიკოსად წოდებული, ცოტა ხნის წინ და რას ამბობს დღეს. ნებისმიერი საუბარი დღეს ადგილობრივ არჩევნებზე და გადატანა მეორე საკითხად ახალი არჩევნების და პოლიტპატრონების გამოშვება არის ბიძინა ივანიშვილის სცენარი. აი ასეთი იყო დამოკიდებულება. ესე იგი არჩევნებში არავითარ შემთხვევაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ამას გადაგებდა ეს კაცი. ახლა ახალი არჩევნები მოდის და ვნახოთ რას ამბობს ახლა. ეს არჩევნები ჩვენ უნდა გადავაქციოთ დიდ ეროვნულ რეფერენდუმს. აი ამ კაცს ხომ შეუძლია დღეს რომ ამბობს რომ არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ხვალ ამბობს რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს რომ ამბობს რომ არა რუსეთს და კი ამერიკის შეერთებულ შტატებსო. ხვალ ხომ შეუძლია თქვას რომ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს და კი რუსეთსო. თუ დადგა ეს დრო, თუ დაჭირდა ასე, თუ მოიტანა სიტუაცია და თუ ვინმე ფინანსები გაიღო აი ამ ბატონის მისამართით ამის გამო. ასეთ შემთხვევაში ხომ შეცვლის ეს კაცი ნებისმიერ პოზიციას შეცვლის უტიფრად და უსრიცხველად. ნებისმიერ დროს.
აი ამიტომ როგორ შეიძლება საზოგადოება პოლიტიკოსად აღიქვამდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში პრინციპი არ ქონიათ, გარდა საკუთარი თავის გახარებისა და გარდა სარგებლის მიღების. აი ეს ადამიანები როგორ შეიძლება პოლიტიკოსებად მიაჩნდეს საზოგადოებას, ხალხს. წარმოუდგენელია რაღაც დაუჯერებელი ამბავი გახლავთ. და ახლა რას აკეთებს ეს ოპოზიცია? ისევ დარბიან ევროპაში, ბრიუსელში და იქ რაღაცას ეძებენ. ისინი, ვისაც პოლიტიკური რესურსი დიდი ხანია ამოეწურათ, ტრადიციულად მზად არიან საკუთარ მიზნებს ქვეყნის რეპუტაცია შესწირონ. ამ იდეით გაერთიანებული ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქს უკვე მე რამდენად ეწვია. ეს უფრო გავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. აბსოლუტურად სწორი ნათქვამია ეს, ისინი დაიბარეს იმისთვის, რომ მისცენ ახალი დავალებები, ახალი დირექტივები, ახალი პროგრამით აღჭურვონ, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ მომართონ აი ამ პროგრამების და დავალებების მეშვეობით. ასეთი გახლავთ სიტუაცია ოპოზიციაში და ახლა ერთი საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხო, იმიტომ რომ ეს რაღაც გლობალურ საკითხებთან არის დაკავშირებული. ეს იყო ვიზიტი ჩვენი პრემიერ-მინისტრისა ბატონ ირაკლი კობახიძისა უნგრეთში. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უნგრეთშია. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. თქვენ ნახეთ, რომ დახვედრის აი ეს ცერემონიალი თავისთავად ასახავს იმ განწყობას, იმ დამოკიდებულებას, იმ მასპინძლობას, რაც იქ დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეს რა თქმა უნდა კარგია და სასიამოვნოა, როდესაც ევროპულ სახელმწიფოსთან ასეთი ურთიერთობები ყალიბდება. თან ჩვენ ვიცით, რა სახელმწიფოა უნგრეთი. უნგრეთი დაპირისპირებულია ევროკავშირთან, ევროკავშირის იმ მოდელთან, იმ ძალიან ჩამორჩენილ, ძალიან რეტროგრადულ ამ წარმონაქმნთან, რომელსაც დღევანდელი ევროკავშირი ქვია. იმიტომ რომ ეს არ არის მომავლის კავშირი, ეს არ არის მომავლის პერსპექტივა და ეს ყველაფერი გამოჩნდა რაღაცნაირად აი ამ ვიზიტის დროს, ამიტომ გითხარით ამას, აი ეს გლობალურ კონტექსტში უნდა წაკითხვა თუ რა ხდებოდა უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ეხლა ვნახოთ, როგორ რა სიტყვებით შეხვდა და შეეგება მასპინძელი სტუმარს. ყველას შურს მათი ჩვენს გშურს საქართველოსი 7%-იანი ეკონომიკური ზრდა ეს ხომ დიდი მიღწევაა. კლებადის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადის სახელმწიფო ვალი ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია. ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეთი შედეგების მიღწევა არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს არ იყო იოლი ალბათ, მაგრამ ჩვენს უნგრელებს გვექნებოდა დიდი პატივი ასეთი შედეგი გქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ახლა ვართ. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს ბრიუსელს ბრძოლა. იმიტომ, რომ საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ჩვენს გვინდა, რა თქმა უნდა, ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და ჩვენს გვექნება. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო ბრძოლობს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირის გზაზე იარონ მტკიცეთ. თუ ყურადღებით მოусმინეთ ბატონ ორბანის ამ სიტყვას, თქვენ მიხვდებოდით, რომ რაღაცაზე ხაზგასმა ხდება. რაღაცა მინიშნება კეთდება, რომელიც სიტყვებს მიღმა და სტრიქონებს შორის უნდა დავინახოთ. რაღაცა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომელიც თავიდან ბოლომდე გახსნილი არ არის. თქვენ დაუკვირდით, აი წინა ვიზიტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა ისევ კობახიძისა უნგრეთში. იმ დროს ტრამპის სატელევიზიო ჩართვაც მოხდა და ტრამპის სიტყვები იყო უაღრესად თბილი და გაჯერებული კეთილი განწყობით. ეს იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი რაღაცნაირად აი ამ deep state-თან დაპირისპირებული ტრამპის მოკავშირე ხდება და ჩვენი ასეთი ხშირი ვიზიტი უნგრეთში
და ასეთი ხაზგასმული სითბოს გამოხატვა უნგრელი პირველი პირის მიერ, უნგრელი მასპინძლის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც კონტექსტში ვეწერებით და ჩვენ მივდივართ არა იმ ევროკავშირისკენ, რომელიც გამოლპა უკვე შიგნიდან, არამედ შესაძლებელია დასავლეთთან სრულიად ახალი დამოკიდებულებების, ახალი დასავლეთის მიმართულებით. არ ვიცი, შეიძლება მეტისმეტად თამამი მსჯელობა გამომდის ახლა, მაგრამ რაღაცა ახალი კონტურები დასავლეთში უნდა გამოიკოთოს. ეს დასავლეთი ხომ არსად არ წავა. ფიზიკურად არსად არ წავა. ამიტომ რა კი ფიზიკურად არსად არ წავა, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთს, კოლექტიურ დასავლეთს და ევროპას მიიყვანს თვისებრივი ხასიათის ცვლილებებამდე. მისთანაც უკვე ადვილი გახდება ურთიერთობას და სხვათა შორის რუსეთთან ურთიერთობებიც სხვა ლიანდაგებზე გადავა. არ ვიცი, შეიძლება ოცნებას უფრო გავდეს ახლა ის განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, მაგრამ რაღაც ამის კონტურები აქ იკვეთება და აი თუ გნებავთ ამ თვალსაზრისით დააკვირდით დანარჩენ ყველაფერს. რა თქვა ბატონმა კობახიძემ უნგრეთში? უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ამ პროცესის ხარდასაჯერად. აი, ასეთი არის ეს განცხადება. უნგრეთი რაღაცნაირად გამოყოფილია დანარჩენი ევროპისგან. არა იმიტომ, რომ ჩვენთან რაღაც განსაკუთრებული კავშირი აქვს, ან ისტორიული, ან თანამედროვე, ან რაღაც, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ევროპასთან აქვს სხვა დამოკიდებულება, პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე დანარჩენ წევრებს ევროპისა. რამდენიმეს გამოკლებით, რა თქმა უნდა. და ჩვენ განსაკუთრებული კავშირები გვიყალიბდება უნგრეთთან. ეს არაფერს ნიშნავს? მე მგონი რაღაცას ნიშნავს. აი, გავაგრძელებინოთ საუბარი ბატონ კობახიძეს. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კი ბატონო, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ევროკავშირზე მე უკვე ვთქვი ჩემი პოზიცია, მაგრამ ხომ არ იგულისხმება ამაში რაღაცა ახლებური დამოკიდებულება, სრულიად ახლებური ხედვა ევროპისა და ევროპის პოზიციისა. აღარ გავაგრძელებ ამ მიმართულებით საუბარს, იმიტომ რომ შესაძლებელია ცოტა ზედაპირული გეჩვენებათ ის ყველაფერი, რაც მე ახლა ვთქვი, მომავალი გვიჩვენებს რა იქნება და როგორ იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ მივცეთ სიტყვა ბატონ ორბანს. უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გრძნობა არსებობს და ცნება ყველაზე ძვირფასი მამაცობა არის უნგრეთში ასეთი გამოთქმა მხდალერს არ აქვს ფასი და საქართველოს ამის ფონზე დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩვენი მხრიდან. სოროსის ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაეგდვარა და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერაა არჩეული. იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონდ სხვა მასშტაბით. ჩვენ უნდა დავდგეთ მტკიცედ ამ გლობალისტების წინააღმდეგ. გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და შემდეგში კიდევ უფრო დამარცხდებიან ყველა კონკრეტულ ქვეყანაში. ევროპაში, იმიტომ რომ კარებზე როცა გვესმის კაკუნი, ეს უნდა იყოს მეგობრული კაკუნი. 2 წელიწადში, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, კიდევ უფრო სხვანაირი სიტუაცია იქნება. გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერი და 2 წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში და საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება და ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის ევროკავშირის კარი. აჰა, აქ თითქმის ყველაფერი გახსნილად ითქვა. გლობალისტებიც იყო ნახსენები. პირდაპირ არ ვთქვი, მაგრამ გლობალური ომის პარტიაც იგულისხმებოდა ყველაფერ ამაში, deep state არ უხსენებია, მაგრამ იგულისხმებოდა ყველაფერ ამაში და აქედან გამომდინარე, რასაც მე ვამბობ აი ამ უნგრეთის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი პრემიერ-მინისტრისა, ალბათ ლოგიკას მოკლებული არ არის. ამიტომ მე გთხოვთ, რომ ამას ყურადღება მიაქციოთ და აი კიდევ ერთი ფრაგმენტი ბატონ კობახიძის გამოსვლიდან. დასანანია ეს უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გარდა უსამართლო განცხადებებისა, ჩვენ ხედავთ ხშირად, რომ არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც, ისეთი
ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან, ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად ხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტს. რაც ჩვენთვის არის ძალიან დასანანი, ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა რომ დარჩეს მომავალში სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ აკეთებს ხოლმე ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ჯიუდად განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ სვლას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების სრულება, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზანი. ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა გავწევრიანდეთ სამართლიან ევროკავშირში. მე მგონი არ ყოფილა მთლად ლოგიკას მოკლებული ის, რაც მე ვთქვი, იმიტომ რომ ევროკავშირს მან დაამატა ზედსართავი სამართლიანი. კი, ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, მაგრამ არა იმ ევროკავშირისკენ, რომელიც დღეს გვაქვს, არამედ სამართლიან ევროკავშირისკენ. დღეს არ არის ევროკავშირი სამართლიანი. ჩვენ გვინდა სამართლიანი ევროკავშირი. ანუ სხვა ევროკავშირი გვინდა, სხვა ევროპა გვინდა, სხვა ურთიერთობები გვინდა. ჯერ რომ არ არსებობს, დღეს რომ არ არსებობს, მაგრამ იმედი გვაქვს ხვალ რომ იარსებებსო და ახლა თუ ევროპაში არიან ძალები ისეთი, როგორც არის თქვა ბატონი ორბანი და სხვები, თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდი გარდაქმნა, რომელიც ებრძვის და უპირისპირდება deep states და აი ამ ჩაკირულ ბიუროკრატიას, ასეთ შემთხვევაში უნდა დაუშვათ ისიც, რომ შესაძლებელია ევროპაში მართლაც დიდი რეორგანიზაცია, დიდი რეფორმა განხორციელდეს, ეს იყოს სრულიად ახალი ევროპა, რომელიც მისაღები იქნება იმისთვის, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერმა სახელმწიფომ, არა მარტო საქართველომ, თქვა, არამედ რუსეთმაც და სხვებმა. ეს მომავლის საკითხია, მაგრამ დღეს რეალობა გვაქვს ირგვლივ დანთებული ხანძარი. დღეს რეალობა გვაქვს საომარი ვითარებისა და ამ ვითარების ესკალაციისა. რა გამოგვიყვანს აქედან? სად არის ხსნა და სად არის საშველი? რა თქმა უნდა, პოლიტიკა, რა თქმა უნდა, დიპლომატია, რა თქმა უნდა, ურთიერთობები და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაცა დიდი ძალა, რომელთან მიახლების გარეშე გადარჩენა ალბათ საძებნელია. საქართველოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. Opani vazres, zalas, da sibirtsnes. Opani erdaktorებს მოგულად. უფალი არის ის ძალა. ჩვენი რწმენაა ის ძალა, ის შემაკავშირებელი, უდიდესი მნიშვნელობით მქონე ფენომენი, რომელმაც უნდა იხსნას სრულიად საქართველო და არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კაცობრიობაც. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ცივილიზაციას მივხედოთ, ჩვენს კულტურას მივხედოთ. ჩვენ მივხედოთ მართლმადიდებლობას სამყაროს, რომლის წევრებიც ვართ და რომლის წიაღშიც უნდა მოვიაზროთ საკუთარი თავი. ამიტომაც ვამთავრებ მე ამ გადაცემას ამ რიტუალით, რომ ვანთებ სანთელს, რომელიც არის სიწმინდის სიმბოლო, დიდი საეკლესიო სიწმინდის სიმბოლო, ვიწერ პირჯვარს თქვენს წინაშე და მოგიწოდებთ ყველას, რომ ვიაროთ იმ გზით, რასაც ქვია მართლმადიდებლობა, რასაც ქვია სიწმინდე, რასაც ქვია სისუფთავე, ისე როგორც აი ეს ანგელოზი მისთვის ძნელად დასაძლევ ბარიერზე მიდის აი ამ სიმაღლისკენ, რასაც ღმერთის სიმაღლე ქვია, რასაც სიწმინდე და სისუფთავე ქვია, რასაც სიყვარული ქვია და რასაც ანთებული სანთლები ქვია. აი ასე უნდა ვიაროთ ალბათ ჩვენც და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ აი ამ ლაბირინთად გწეულ მსოფლიოში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, ჩვენი საყრდენი წერტილი ვიპოვოთ და იმ წერტილზე მყარად დავდგეთ.
აი თითქმის ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა დღეს ამ გადაცემაში. ამით დაგემშვიდობებით, იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური ნამუშევარი. ნახვამდის.